რუსეთი უკრაინაში მარცხდება და ეს მხოლოდ ომს არ ეხება. რუსეთი საკუთარ თავს კარგავს. როდესაც ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ჯარისკაცი იღუპება, ახლა შოკის მონგრელი სტატისტიკები ვლინდება, რომლებიც ორ რამეს გვაჩვენებს. პუტინის არმია სისხლისგან იცლება და თავად რუსეთი 100 წლის განმავლობაში ვერ აღდგება უკრაინის ომის დასრულების შემდეგ. პუტინის სიგიჟე გამოაშკარავდა, რადგან მისი ჯარისკაცები იღუპებიან ისეთი რაოდენობით, რასაც არავინ ელოდა. რუსეთის მომავალი ახლა ბევრად უფრო ბნელად ჩანს, ვიდრე პუტინის შეჯრამდე. ყველაფერი იწყება მსხვერპლის მკვეთრი ზრდით, რასაც რუსეთი ბოლო თვეებში განიცდის. Financial Times-ის მიხედვით, უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახლა უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება ან უგზო-უკლოდ იკარგება ვიდრე ოდესმე, რის გამოც ყოველი ახალი რუსული შეტევა წინაზე სუსტია. გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი საკუთარ თავს ისეთ მდგომარეობაში აკენებს, რომ მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მთელი ქვეყანა კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდება. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჯერ მოდით ციფრებს გადავხედოთ, რომ ნახოთ, მართლაც ისეთივე მძიმეა თუ არა მდგომარეობა, როგორც Financial Times-ი ამტკიცებს. სპოილერი. დიახ, 100. თებერვალში უკრაინის სამხედრო ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სივსკიმ ორი რამ გაამხილა. პირველი, რუსეთმა მხოლოდ იანვარში 31700 ჯარისკაცი დაკარგა. და მეორე, რუსეთში გაწოვის დონე ახლოსაც არ არის იმასთან, რომ ის საზარბაზნე ხორცი შეავსოს, რაც პუტინმა ხორცსაგებ მანქანაში გაუშვა. ეს დანაკარგები ემატება რუსეთის მიერ 4 წლიან ომში დაკარგულ 1.2 მილიონზე მეტ ჯარისკაცს. United 24 მედიის მიხედვით 2025 წელს რუსეთმა დაკარგა 415,000 ჯარისკაცი, ანუ თვეში საშუალოდ 25,000. შეიძლება ჩანდეს, რომ უკრაინამ იანვარში ტემპი შეანელა, მაგრამ ასე არ არის. 415,000 ჯარისკაცის დანაკარგებში შედის დაღუპულები, დაჭრილები, ტყვეები და დეზერტირები. იანვარში ლიკვიდირებულ 31,700 რუსს, რაც შეეხება, სავარაუდოდ ყველა მათგანი დაღუპულია. უკრაინის დრონები წლის პირველ თვეში აქტიურად მოქმედებდნენ და ამ დანაკარგებიდან თითოეული დაფიქსირებულია იმ დრონების მიერ, რომლებმაც ისინი გამოიწვიეს, ხოლო ეს ვიდეო მასალა აიტვირთა უკრაინის დელტა სისტემაში, რაც შესაძლებელს ხდის მათ გადამოწმებას. მათემატიკის გენიოსობა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ იანვარში 31,700 დაღუპული ჯარისკაცი დღეში 1000-ზე მეტს ნიშნავს. 1022.6 თუ ზუსტად ვიტყვით. თუ 2025 წლის თვეში 35,000 დანაკარგს დავამატებთ, ეს რიცხვი სხვა სახის დანაკარგების ჩათვლით ალბათ 1160 გადააჭარბებს. სხვა გამორჩეული რამ, რასაც სივსკი არ ნიშნავს, ისაა, რომ ახლა რუსეთის დანაკარგების მაჩვენებელი იმდენად მაღალია, რომ ჯარისკაცებს უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე ახერხებს მათ ჩანაცვლებას. იანვარში რუსეთმა რეკრუტირების მხრივ 9,000 ჯარისკაცის დეფიციტი განიცადა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინამ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა. ის გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს. უბრალოდ ახლა ის, რაც ადრე უსაზღვრო რუსულ ცოცხალ ძალად ჩანდა, ნელ-ნელა იკლებს. ყოველჯერზე, როცა უკრაინა მეტ რუს ჯარისკაცს ანადგურებს, ვიდრე რუსეთი ახერხებს რეკრუტირებას, პუტინის საოკუპაციო ძალა მნიშვნელოვნად სუსტება. ასევე სუსტება მთლიანად რუსეთიც. მალე ნახავთ რატომაც. თქვენ შეიძლება იკითხოთ, რატომ არ რეკრუტირებს რუსეთი მეტ ჯარისკაცს. ეს ლოგიკური კითხვაა. კრემლმა არაერთხელ აჩვენა, რომ მზადაა ფული დახარჯოს და მეტი საზარბაზნე ხორცი დაიქირაოს პუტინის ომისთვის. თუმცა ეს მიდგომა უკვე იწყებს ჩავარდნას, რადგან ბევრი მათგანი, ვინც საკმარისად სასოწარკვეთილი იყო, რომ ეს ფული აეღო, უკვე განადგურებულია და რუსეთს სულ უფრო უმცირდება პოტენციური ჯარისკაცების რესურსი, რომლებსაც შეუძლია დაიქირაოს. შეთავაზებული უზარმაზარი ანაზღაურება საკმარის რუსს ვერ იზიდავს უკრაინაში საბრძოლველად. ამიტომ მოსკოვის არმია რეკრუტირებს ბრალდებულ დამნაშავეებს, ზეწოლას ახდენს საალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ გაწეულებზე კონტრაქტზე და დაჭრილ ჯარისკაცებს ისევ აგზავნის ფრონტზე. Financial Times-მა 10 თებერვალს ამაზე დაწერა. რუსეთს ყურადღება რომ მიექცია, რეკრუტირების რების კრიზისს შეამჩნევდა. 2025 წელს რუსეთის ახალი რეკრუტირების მაჩვენებლები შემცირდა, იტყობინება Moscow Times-ი იანვარში. თუმცა არც ისე ძალიან. რუსეთმა თავად დაასახა მიზნად 422,000 ახალი ჯარისკაცის მიღება, პუტინის საყვარელი მედიის საშუალების მიხედვით და ამტკიცებს, რომ ეს მიზანი 704 ადამიანით გადააჭარბა. მაგრამ ეს ციფრი ბევრად დაბალი იყო, ვიდრე ის 450,000, რასაც მედვედევი ამტკიცებდა, რომ რუსეთმა 2024 წელს რეკრუტირებდა და 422,000-ის მიღწევა რუსი რეკრუტერების გადატვირთული მუშაობის შედეგია, რათა მოეყვანათ ის ნაძირალები, ვინც ახლა უკრაინის ბრძოლის ველზეა. უკრაინის დრონების მიერ გამოწვეულ სიკვდილებს ემატება რუსი ჯარისკაცების უპრეცედენტო დეზერტირება. United 24 მედიას მიხედვით 2025 წლის ბოლომდე რუსეთის 70,000 ჯარისკაცს ელოდებიან, რომ დატოვებენ საკუთარ ნაწილებს. მცირე მათემატიკური გამოთვლა გვიჩვენებს, რომ ეს დაახლოებით მე-6-ედია იმ საერთო რაოდენობისა, რაც რუსეთმა წელს მოიზიდა. და ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელსაც პუტინი აწყდება. Financial Times-ის ინფორმაციით რუსეთში დეზერტირების მაჩვენებელი ომის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა. ეს მიუთითებს, რომ პუტინი ძალით აგზავნის არამებრძოლ და სასოწარკვეთილ ადამიანებს რუსულ არმიაში, რომლებიც ხვდებიან, რომ ანაზღაურება არაფერია, როცა სხეული დრონის ნამსხვრევებით აასავსე.
სასოწარკვეთილ ადამიანებზე რომ საუბრობთ, ეს ფრაზა საკმაოდ ზუსტად აღწერს პუტინის გარემოცვას, რომლებიც ახლა კრემლში დარბიან. მათ იციან, რომ გაწვევის მაჩვენებლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად უნდა. მათი დიდებული ლიდერი ამას ითხოვს და ყველამ იცის, რომ მოსკოვში ბევრი ფანჯარაა, საიდანაც შეიძლება ცუდად გადმოვარდნენ, თუ პუტინს მის სურვილზე უარს ეტყვიან. ამიტომ, რასაც ახლა ხედავთ რუსეთში, არის სულ უფრო პანიკური მცდელობა ხალხის გაწვევისა. და როცა ხალხს ვამბობთ, გულისხმობთ აბსოლუტურად ყველას, ვინც ჯერ კიდევ მზადაა მიიღოს ის დიდი ანაზღაურება, რომელსაც რუსეთი სთავაზობს. Financial Times-მა უკვე შეეხო ამ საკითხს, როცა კრიმინალები და დაჭრილები ახსენა. იმ პირობებში, როცა ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ჯარისკაცი იღუპება, რუსეთის გატოვის მცდელობები სულ უფრო რადიკალური ხდება. ABC-მ იანვარში განაცხადა, რომ რუსეთი ათავისუფლებს იმდენ პატიმარს, რამდენსაც შეძლებს, თუ ისინი თანახმა არიან აიღონ იარაღი და უკრაინაში იბრძოლა. ამით ისინი თავს არიდებენ სასჯელის მოხდას რუსულ ციხეებში. 2025 წლის იანვრისთვის კიევის ის ინდეპენდენტის ინფორმაციით, რუსეთმა 180,000 ჯარისკაცი საკუთარი სასჯელახსულებითი სისტემიდან აიყვანა. და დიდი ალბათობით ამ დროის შემდეგ ეს რიცხვი უკვე 200,000-საც გადააჭარბა. ეს კარგი იდეა ჩანს. უკრაინაში გააგზავნო მკვლელობაში, გაუპატიურებასა და ნარკოდილერობაში მსჯავრდებულები და ძლიერი არმია გეყოლება, არა? სარკაზმი რომ გვერდზე გადავდოთ, ციხის სისტემაც კი ვერ შეძლებს რუსეთის რეკრუტირების მანქანის მუდმივ ოტყვებას. ამის გადასალახად რუსეთი ასევე მიმართავს უცხოელ მებრძოლებს, sadაც კი შეძლებს მათ პოვნას. ABC-ს ცნობით, რუსი ჯარისკაცების დაუპვის გამოძიებამ დაადგინა, რომ 160,550-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე იყო. ეს აჩვენებს, რომ რუსეთი იმდენად სასოწარკვეთილი ვეთილია, რომ საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ხაჯავს ფულს, მხოლოდ იმისთვის, რომ ჯარისკაცების ნაკადი არ შეწყვდეს. როგორც ARR News იუწყება, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური 10 თებერვალს რეკრუტირების მკვეთრ მცდელობებს ასახელებს. სამსახურის ცნობით მოხალისეთა სიმცირის გამო რუსეთი ფულადი ჯილდოთი მიუღწეულ პირებზე ძლიერ ზეწოლას ახდენს. ეს მოიცავს მოტყუებას, დაშინებას, ფსიქოლოგიურ манипуляციას და ზოგჯერ ფიზიკურ ძალადობასაც, რათა ის ხალხი, ვისაც უკრაინისგან რაც შეიძლება შორს ყოფნა სურს, ფრონტის ხაზზე წაიყვანონ. რუსეთი ახლა ცდილობს გაზარდოს თავისი რაოდენობა. სოციალური თვალსაზრისით მოწყვლადი ჯგუფების მიზანში ამოღებით, მათ შორის ქრონიკულად უმუშევრები, დამოკიდებულებებთან მებრძოლი ადამიანები და ისინი, ვისაც ვალების ტვირთი აღჭობს. ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თქმით, რუსეთის ფრონტის ხაზის დანაყოფებში ძირითადად არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივ ვითარებაში იარაღი არ უნდა ანდო. კიდევ ერთხელ ძლიერი არმიის საძირკველს გავს, არა? ადამიანებს, რომლებსაც ბრძოლა არ სურთ, აიძულებენ ჩაერთონ ომში, სადაც ისინი რუსეთის უარგისი ტაქტიკისა და უკრაინის ძლიერი თავდაცვის გამო სწრაფად იოუპებიან. და არ შეგეშალოთ, კრემლს კარგად ესმის, რამდენად უსარგებლონი არიან ეს ეგრეთ წოდებული მებრძოლები. ის არ ცდილობს სათანადოდ გაწოშტნას არმიაში გაწეული საზარბაზნე ხორცი, როგორც United 24 მედიამ 10 თებერვალს გაამჟღავნა. იუანმა რუსმა ახალწოულმა მედიას უთხრა, რომ რუსული სამხედრო წვრთნა 2 კვირაზე ნაკლებს გრძელდება. სამედიცინო შემოწმების შემდეგ მკითხეს, მზად ვიყავი ზეგ სამხედრო ბაზაზე წასასვლელად. 5 დღე გვავარჯიშებდნენ და კიდევ 5 დღე როტაციას ველოდით. საბრძოლო პოზიციებზე წავედით, ამბობს ივანი. არ არის გასაკვირი, რომ რუსეთი ყოველდღე 1000-ზე მეტ ჯარისკაცს კარგავს. ქვეყნის სამხედრო წვრთნები 6 თვიდან 2013 წელს 3 თვემდე შეამცირეს. რუსეთის კანონებით გაწვეულ ჯარისკაცებს ფრონტზე გაგზავნამდე 4 თვიანი წვრთნა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ სრულდება. ეხლა რუსეთი ჯარისკაცებს იმდენ ხანს წვრთნის, რამდენიც პურის ცომის საფუარი მზადდება და ისინი უკრაინაში დაახლოებით იგივე ხანს ძლებენ. ვეტერანები აღარ არიან. თითქმის ყველა, ვისაც ბრძოლა მართლა უნდოდა, აღარ არის. დარჩა მხოლოდ საზარბაზნე ხორცი, რომელსაც პუტინი გამუდმებით აგზავნის უკრაინის დრონების წინააღმდეგ. ახლა უკვე იწყებთ იმის დანახვას, თუ რატომ ვერ ახერხებს რუსეთის სამხედრო ძალა უკრაინაში რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას. ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, რომ პუტინის დაწყებული ომიდან რუსეთი 100 წლის განმავლობაში ვერ აღდგება. რატომ ასეა? პასუხისთვის უნდა დავბრუნდეთ პუტინის პრეზიდენტობის დასაწყისში. ყოფილი KGB-ს აგენტი არც ახალბედა იყო და არც გულუბხვილო, თუმცა შესაძლოა დემოგრაფიულ და მოსახლეობის პრობლემებს სრულად ვავერ აცნობიერებდა. როგორც ინდეპენდენტმა 2025 წლის ოქტომბერში აღნიშნა, პუტინმა პრეზიდენტობის დიდი ნაწილი რუსეთის დემოგრაფიულ პრობლემებთან გამკლავებას დაუთმო, როცა ომის წარმოებით არ იყო დაკავებული. მან პრობლემა 2005 წელს აღიარა და აღნიშნა, რომ რუსეთის მოსახლეობის საკითხის გადაწყვეტა სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელია. მან მსგავსი რამ 2019 წელს ასთქვა და აღნიშნა, რომ რუსეთს მოსახლეობის პრობლემა აწუხებს, რომელიც პუტინს ჯერ კიდევ არ მოუგვარებია. იმავე თვეში, როცა ინდეპენდენტმა სტატია გამოაქვეყნა, პუტინი კვლავ მოსახლეობის ზრდის აუცილებლობას უსვამდა ხაზს და აღნიშნავდა, რომ შობადობის ზრდა რუსეთის მომავალისთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მან მაშინ თქვა, როცა ყოველდღიურად დაახლოებით 1000 პოტენციური მამა უკრაინაში იღუპებოდა. მაგრამ პუტინისთვის საკუთარი ცუდი გადაწყვეტილებები არასდროს ყოფილა დაბრკოლება კარგი განცხადებების გასაკეთებლად.
პუტინის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ არც ერთი ინიციატივა გრძელვადიან პერსპექტივაში არ დახმარებია. რუსეთის ეკონომიკურმა ზრდა პუტინის ადრეულ წლებში მნიშვნელოვნად შეიწყო ხელი. ქვეყნის შობადობა 1989 წელს 1,21 მილიონიდან 2015-ში 1,99 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა შემდეგ ისევ შემცირდა და პიკის შემდეგ ყოველწლიურად კლებს. 2024 წელს რუსეთში 1,22 მილიონი ბავშვი დაიბადა, რამაც რუსეთის ზუსტად იმ ნიშნულზე დააბრუნა, სადაც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისას იყო. ქვეყნის მოსახლეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სტაბილურად იკლებს. 1990 წელს რუსეთში მოსახლეობა 147,6 მილიონი იყო. ეხლა ეს რიცხვი 146,1 მილიონია და ესეც კი მოიცავს იმ 2 მილიონს, რომელსაც რუსეთი ყირიმის უკანონო ანექსიის შედეგად ითვლის. მაგრამ რა კავშირი აქვს ამას იმასთან, რომ რუსეთი საუკუნის განმავლობაში ვერ აღდგება? 2100 წელს გადავიდეთ, ანუ პუტინის მოსვლიდან 100 წელზე ცოტა მეტი გავიდა. რუსეთზე გლობალური ტენდენცია, რომ ნაკლებ შვილს აჩენენ, უფრო ძლიერ მოქმედებს ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიხედვით, გაერო ვარაუდობს, რომ რუსეთის მოსახლეობა 64-დან 112 მილიონამდე შემცირდება. მომავლის სამყაროში რუსეთი ტერიტორიული გიგანტი და მოსახლეობის მხრივ ჯუჯა იქნება. პუტინი ამას ხვდება. ინსტიტუტის მიხედვით რუსეთის მოსახლეობა არა მხოლოდ ბევრად ნაკლები იქნება ჩინეთის, ინდოეთის ან შეერთებული შტატების მოსახლეობაზე, არამედ იქნება ბრაზილიისა და ეთიოპიის მოსახლეობის ნახევარი, ხოლო ნიგერიისა და პაკისტანის მოსახლეობის მესამედი. ეს არის პრობლემა, რომელიც რუსეთისთვის საუკუნის განმავლობაში მწიფდება და ქვეყანამ ამ გზის უკვე მეოთხედი გაიარა. ახლა ამ ბუნებრივ კრიზისს დავამატოთ სასტიკი და გამომფიტველი ომი, რომელიც რუსეთს უკეთოთ 1,22 მილიონზე მეტი ადამიანი, თითქმის მთლიანად მამაკაცები დაუჯდა. ომი, რომელიც დღეში კვლავ 1000-ზე მეტი ადამიანი უჯდება. Forbes-ის ყოფილი კონტრიბუტორის დევიდ აქსის თქმით, რუსეთს ომის მოსაგებად 2256 წლამდე დასჭირდება. თუ შეტევები 2025 წლის მაისის ტემპით გაგრძელდება და შედეგად 101 მილიონი ადამიანი მოკვდება. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს პოტენციური მამების ეს უზარმაზარი დანაკარგი რუსეთზე 100 წლის შემდეგ? ეს ცუდად მოქმედებს მოსახლეობაზე და რუსეთის მოსახლეობის კლება სხვა პრობლემებს გამოიწვევს, რომლებიც ქვეყანას დიდი ხნით დააზიანებს პუტინის შემდეგაც. კარნეგის ფონდის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლისას რუსეთმაც მსგავსი შობადობის კრიზისი განიცადა. დაბალი შობადობის პრობლემები შემსუბუქდა, რადგან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსულენოვანი მოქალაქეები მასობრივად დაბრუნდნენ სამშობლოში. რუსეთს ახლა აღარ აქვს ეს გამოსავალი. ხალხი კვლავ ჩამოდის ქვეყანაში, მაგრამ ისინი უკვე აღარ არიან რუსულენოვანი და მათ მეტი არჩევანი აქვთ. ფონდი ასახელებს ცენტრალური აზიიდან მომუშავეებს, რომლებიც ადრე მასობრივად მიდიოდნენ რუსეთში. ახლა რუსეთში ამ დემოგრაფიული ჯგუფის 3-დან 3,5 მილიონამდე ადამიანია, რაც 2012-13 წლებთან შედარებით ორჯერ ნაკლები. რუსეთი აქაც ჩაკეტილ წვეშია. მეტი იმიგრანტი აზიური ტერიტორიებიდან ნიშნავს, რომ რუსული იდენტობის შეგრძნება თანდათან იშლება. მაგრამ როდესაც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები ტოვებენ რუსეთს, როგორც ეს მილიონობით ადამიანმა გააკეთა ბოლო 10 წლეულის განმავლობაში, რუსეთი კარგავს მუშახელს, რაც უზარმაზარ ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს. რუსეთს უკვე ეწურებოდა ის ადამიანური რესურსი, რომელიც შინ სამუშაოდ სჭირდებოდა. უკრაინაში ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ჯარისკაცის დაკარგვა აჩქარებს ამ პროცესს და აღმავებს დემოგრაფიულ კრიზისს, რომელიც საუკუნეა გრძელდება. ჩვენ უკვე ვხედავთ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე, რომელიც პირდაპირ გამოწეულია პუტინის შეჯრით. ოქტომბერში Forbes-თან საუბარში ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის ასოცირებულმა დირექტორმა ენდრიუ დანიერიმ აღნიშნა, რომ 30 წლის რუსი მამაკაცები რუსეთის ყველაზე დიდი დემოგრაფიული დანაკარგია. ესენი არიან მამაკაცები, რომლებიც მალე შემოსავლის პიკს მიაღწევენ. ამის ნაცვლად მოხალისე ჯარისკაცებმა, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც კონტრაქტნიკები, აირჩიეს მთავრობის მიერ უკრაინაში ბრძოლასა და დაღუპვაზე შეთავაზებული დიდი საწყისი ანაზღაურება. თავარია სწორედ დაღუპვის ნაწილი. ყოველი დაღუპული 30 წლის რუსი ვეღარ შექმნის ოჯახს ან ოჯახს ტოვებს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამძაფრებს იმ მასიურ დემოგრაფიულ კრიზისს, რაც რუსეთს უკვე აქვს. და მომდევნო 65 წლის განმავლობაში რუსეთში მდგომარეობა მხოლოდ ბევრად უფრო გაუარესდება. რუსეთმა კვალიფიციური ჯარისკაცები ამოწურა და ახლა უკრაინაში უმეტესად უვარჯიშოებს აგზამის. რუსეთმა დაკარგა და აგრძელებს კარგავს მათ, ვისაც სხვა უნარებიც ჰქონდათ. ზოგი შეიძლება ინჟინერი იყო, რომელიც რუსეთს ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარებოდა. სხვები ნახევრად კვალიფიციური მუშები არიან, რომლებიც რუსეთს სჭირდება ქარხნებისთვის, სადაც მუშაობა 81%-ზეა და კიდევ უფრო შემცირდება კადრებისა და ფულის დაკარგვით. პუტინის ომი დღეში მხოლოდ 1000-ზე მეტ ჯარისკაცს არ კლავს. ის მუშებსაც კლავს. ის ანადგურებს ქმრებს, მამებს, პროფესიონალებს, მარჩენლებს, მოაზროვნეებს და ყველაფერს სხვას, რაც ქვეყანას მომავალში წარმატებისთვის სჭირდება. დიახ, ალბათ, რუსეთი როგორც სახელმწიფო გადარჩება მომავალ საუკუნეშიც, მაგრამ ამას გააკეთებს იმ ფასად, რომ უყურებს, როგორ უსწრებენ მას აღმავალი გლობალური ძალები, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, მხოლოდ ვლადიმირ პუტინის ტერიტორიული ფანტაზიების გამო.
ყველაფერი ერთ კითხვამდე დადის. ვინ აღადგენს რუსეთს? ესენი არ იქნებიან ის ადამიანები, ვისაც პუტინი თავის მცდარ ამბიციებს სწირავს. ისინი არ იმუშავებენ, შვილებს არ გააჩენენ და არ გააკეთებენ არაფერს, რაც რუსეთს 2100 წლისთვის გარდაუვალი ბედისგან გადაარჩენს. ეს არც ვლადიმირ პუტინი, 73 წლის რუსეთის პრეზიდენტი იქნება. და თუ ის არაპირებს, რომ რუსეთმა უკდავების ილუზიის შესაქმნელად ორეულების მუდმივად ცვალებიშპადი შემადგენლობა გამოიყენოს, ის დიდხანს ვეღარ დარჩება. დაუბრუნდეთ ბრძოლის ველს. რეალობა ისაა, რომ რუსების დაღუპვის ის მასშტაბი, რასაც ახლა ვხედავთ, უკეთესობისკენ არ შეიცვლება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მიზნად დაისახა თვეში 50,000 რუსი ჯარისკაცის მოკლა, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს რეკრუტირების კრიზისს, რომელიც წარმოიშვა იმით, რომ რუსეთს აღარ ყავს იმდენი ადამიანი, ვინც მზადაა ვლადიმირ პუტინის ხელფასისთვის იბრძოლოს. ამ სიკვდილიანობის თითოეული შემთხვევა ასევე კიდევ უფრო დაამძიმებს რუსეთის დემოგრაფიულ პრობლემას, იმ გზებით, რაც ახლახან აღწერეთ. უკრაინას ამ მიზნის მიღწევის კარგი შანსი აქვს, თუ ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენები ასე გაგრძელდა. რუსული შეტევები უკვე სუსტდება. ამჟამინდელი ტემპით რუსეთს კიდევ მინიმუმ 2 წელი დასჭირდება, რომ სრულად დაიკავოს დონბასის რეგიონი, რომლისთვისაც ახლა იბრძვის Deep State UA-ს მონიტორინგის პროექტის მიხედვით. ეს ნიშნავს კიდევ 2 წელს სიკვდილისა, რაც რუსეთს დაახლოებით 600,000 ადამიანს დაუჯდება. ალბათ მეცაც, რადგან რუსეთის მასშტაბური მექანიზებული შეტევები წარსულში დარჩა. რუსეთს ჯავშან ტექნიკა ხალხზე ადრე შემოელია. ის კრეიტებს მცირე წარმატებისთვის იყენებს, ხოლო შეღწევის ტაქტიკა, რომელიც მეტ სიკვდილს იწვევს, ნორმად იქცა. ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩავარდნის შემდეგ პუტინმა ფსონი დადო. თუ რუსეთი საკმარის ზეწოლას მოახდენდა, უკრაინა დაეცემოდა. ეხლა ეს ფსონი წაგებულია, ამბობს მაიკლ კაუფმანი კარნეგის ფონდიდან. პუტინის ფსონი ის იყო, რომ საყოველთაო მუდმივი ზეწოლა საბოლოოდ უკრაინის კოლაპსს გამოიწვევდა. მაგრამ როგორც რუსული ძალები იბრძვიან, ეს უბრალოდ ოპერაციულად მნიშვნელოვან გარღვევებს ვერ გამოიწვევს, ამბობს კაუფმანი. ეხლა მხოლოდ ის შეგვიძლია ვიკითხოთ, როდემდე გააგრძელებს პუტინი ამას. უკრაინის ომის გახანგრძლივება რუსეთს საუკუნის ბოლოსთვის უფრო ცუდად წარმოაჩენს. თუ პუტინი კვლავ წარუმატებელ ფსონს გამოედევნება, რუსეთი შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად დავიდეს მოსახლეობის მოსაოდნელ რაოდენობა, რაც დენობამდე რაც კატასტროფა იქნება ეკონომიკისთვის, ჯარისთვის და ხალხისთვის. პუტინის არმია სისხლისგან იცლება. რუსეთიც ასეა. პუტინს იმპერია უნდოდა, მაგრამ კოლაფსი მოიტანა. ეკონომიკური ზეწოლა, სეპარატიზმის მზარდი სურვილი და გეოპოლიტიკური გავლენის დაკარგვა რუსეთის დაცემას უწყობს ხელს. ეს დაუსრულებლად გრძელდება. კრემლის შეტევების ბრძანებებს გაცემს რუსი ჯარისკაცები მიემართებიან. ჯავშან ტექნიკის გარეშე ჯარისკაცები საშინელ მდგომარეობაში ცდილობენ გადალახონ დრონებით სავსე სასიკვდილო ზონები და უკრაინელებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც მათ განადგურებას ელიან. გარდაუვალი. რუსი ჯარისკაცები რეკორდულად იხოცებიან. ვლადიმირ პუტინის ჯარისკაცები იშლებიან, რადგან დრონების შტორმი ეშვება და რუსეთს თანამედროვე ისტორიის ყველაზე მძიმე სამხედრო დანაკარგებს აყენებს. იანვარი რუსეთისთვის მუდმივი სიკვდილის თვე იყო და სწორედ უკრაინის დრონებია კვლავ მოქმედების ცენტრში. 5 თებერვალს უკრაინამ გამოაცხადა, რომ მხოლოდ იანვარში მან გაანადგურა 30,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი. და როცა ვამბობთ გაანადგურა, ვგულისხმობთ, რომ ეს ჯარისკაცები აღარასოდეს დაბრუნდებებიან. ისინი არ დაჭრილან. ისინი ტყვედ არ აყვანიათ. ეს ყველა ჯარისკაცი უკრაინის დრონებმა გაანადგურეს. თითოეული სიკვდილი დადასტურებულია, როგორც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს. ყველა დანაკარგი დადასტურებულია. თითოეულ დარტყმას ვიდეო დადასტურება აქვს დელტაში, განაცხადა ზელენსკი მონაცემების გამშნავნებისას. ამ სისტემას მალე დაუბრუნდებით. მანამდე უკრაინის თავდაცვის ახალმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა იანვარში უპილოტო სისტემების წარმატებებზე ისაუბრა. უახლესი მონაცემების გასაჯაროებისას ფედოროვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ იანვარში თავდაცვის ძალებმა 30,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. ყველა დანაკარგი დადასტურებულია. ყოველი დარტყმა დელტა სისტემაში ვიდეო დადასტურებულია. ამ თვეში ლიდერობდა ესპუს ალფა სპეციალური დანაყოფი. ეს ბოლო ნაწილი განსაკუთრებით საინტერესოა. ამ დროისთვის კარგად არის ცნობილი, რომ უკრაინამ შექმნა სარეიტინგო სიები თავისი დრონების ოპერატორებისთვის, რომლითაც ისინი როგორც მათ მიღწევებს აკონტროლებენ, ასევე აჯილდოებენ მათ, ვინც რუს ჯარისკაცებს ანადგურებს. როგორც ჩანს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ანუ SBU-ს ალფა დანაყოფმა ამ თვეში ყველაზე მეტი განადგურება დააფიქსირა. შესაძლოა მომავალ თვეში ეს სხვა დანაყოფი იყოს. ფედოროვმა ასევე მეტი სიცხადე შეიტანა ციფრებში გრაფიკით, რომელიც თავის ტელეგრამ პოსტში გააზიარა. იანვარში უკრაინის მიერ დადასტურებულად მოგლული რუსი ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობა 30,618 იყო. ანუ ყოველ დღე საშუალოდ 987 რუსი სამხედრო იღუპებოდა. ოპერაციულად ეს დიდ გავლენას ახდენს რუსეთზე, რადგან ამ ტემპით ჯარისკაცების დაკარგვა ბუნებრივად ზღუდავს მისი შეტევების ძალასა და რაოდენობას. უკრაინის დრონების ოპერატორებმა თვეში 7,485 NRC მისია შეასრულეს, როგორც ფიოდოროვი ამბობს.
Pravdas თქვით, NRC მისია მოიცავს უკრაინის სახმელეთო რობოტების მისიებს. ფიოდოროვმა უკრაინის მესამე ცალკეული მოიერიშე ბრიგადა გამოკვეთა და აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანია რობოტებმა ბრძოლის ველზე მეტი სახიფათო სამუშაო შეასრულონ და ჯარისკაცების რისკი შემცირდეს. მაგრამ დეტალებს ისეთი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც მთავარ ციფრებს. პუტინისთვის იანვარი იყო თვე, როდესაც რუსეთმა 30,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის ის ჯარისკაცებიც, რომლებსაც რუსეთის ლიდერი თითქმის ადამიანებადაც არ აღიქვამს. დათში ჩვენთან ვიდეოს ბოლომდე რომ გაიგოთ, რას მიაღწია უკრაინა მიანმარში. ადრე ახსენეთ უკრაინის დელტა სისტემა. ეს სისტემა საშუალებას აძლევს ქვეყანას დააფიქსიროს დრონების ოპერატორების მიერ განადგურებული მოწინააღმდეგეები და ეს უნიკალური ტექნოლოგია. აგვისტოში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დელტა სისტემა დაანერგეს ყველა სამხედრო დონეზე, რაც ნიშნავს, რომ ყველა ქვედანაყოფს აქვს ცდომა მონაცემებისა და ინფორმაციის იმ საგანძურზე, რომელსაც სისტემა შეიცავს. საგანძური მართლაც სწორია ამ შემთხვევაში. თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური აღწერა დელტასთვის სასარგებლოა, მაგრამ ვერ აჩვენებს სისტემის ძლიერებას. ყოფილი თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი ამბობს, რომ დელტა არის საბრძოლო ციფრული ეკოსისტემა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტექნოლოგიურ უპირატესობას აძლევს. ის უზრუნველყოფს ბრძოლის ველის რეალურ დროში აღქმას, ოპერაციული დაგეგმვის მხარდაჭერას და ინფორმაციის გაზიარებას დანაყოფებთან, ბრიგადებთან, ფორმირებებთან და საჭიროების შემთხვევაში მოკავშირეებთან. ეს აშკარად სადაზვერო ინსტრუმენტია, რომლის მასშტაბი მსოფლიოში უნიკალურია. მოგცემთ მაგალითს. იანვარში უკრაინის მიერ გაცხადებული თითოეული დრონით განადგურება დაფიქსირდა სწორედ იმ FPV დრონების მიერ, რომლებმაც ეს განადგურებები განახორციელეს. ყველა ვიდეო ითვირთება დელტაში, რომ ყველას ნასნახოს, რაც ფასეული სადაზვერო ინფორმაციას წარმოადგენს. თითოეულ დრონით განადგურებას შეუძლია კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გამოავლინოს. მაგალითად, იმ ტექნიკის ადგილმდებარეობა, რომელსაც რუსეთის ჯარისკაცები ცდილობენ გადაადგილონ უკრაინაში. ახლა ამას დაუმატეთ სადაზვერო დრონებიც. უკრაინის დრონები მიწის დასაზვერად გადაღებულ ვიდეოებს დელტაში რეალურ დროში ტვირთავს. ამ სისტემის დამკვირვებლებს შეუძლიათ სწრაფი შეტევების შეკვეთა უკრაინის სადაზვერო დრონების მიერ დაფიქსირებულ ობიექტებზე. ეს ინფორმაცია მთელ სამხედრო ძალებში ვრცელდება. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია, მაგრამ ჯერ კიდევ აგვისტოში შმია ამტკიცებდა, რომ დელტა ყოველდღიურად 2000 რუსულ ობიექტზე მიზანში ამოღებას უზრუნველყოფდა, რაც წელიწადში დაახლოებით 730,000 დადასტურებულ სამიზნეს ნიშნავს. დელტა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემა, რომელიც უკრაინას აქვს ხელთ. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ დრონების მიერ შეგროვებულ მასალაზე, მაგრამ როგორც Gray Dynamics-ი აჩვენებს, ადამიანური დაზვერვის წყაროების, სენსორების, სატელიტების და ფაქტობრივად ნებისმიერი მოწყობილობის მიერ გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, რომელსაც ინფორმაციის ციფრულ სისტემაში გადაცემა შეუძლია, ყველა იგზავნება დელტაში. ამ ყველაფრის შედეგად იქნება უზარმაზარი ილუსტრირებული რუკა, სადაც ჩანს რუსული ძალების მდებარეობა და რომელიც უკრაინის ყველა გადაწყვეტილების საფუძველია ხმელეთზეც და ჰაერშიც. ქსელზე დაფუძნებული ომია და 4 წელზე ნაკლებ დროში უკრაინა ოსტატი გახდა. დელტას მეშვეობით იცის უკრაინამ ზუსტად რამდენი რუსი ჯარისკაცი მოკლა იანვარში. დელტა გვაჩვენებს, რომ იანვრის მონაცემები იმ რამდენიმე თვის გაგრძელებაა, რომლის განმავლობაშიც უკრაინა რუს ოკუპანტებს უზარმაზარ ზიანს აყენებდა. დეკემბერში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ 35,000 რუსი ჯარისკაცი მოკლა. ეს ორჯერ აღემატება 2024 წლის დეკემბერში მოკლული რუსი ჯარისკაცების რაოდენობას, თუმცა გაურკვეველია, ყველა მათგანი დრონებით განადგურდა. თუ ეს ყველა შესაძლო წყაროდან დადასტურებული მონაცემებია. United 24 მედია იუწყება, რომ ნოემბერში მოკლულთა რაოდენობა იყო დაახლოებით 26,000, ოქტომბერში კი თითქმის 25,000. მონაცემები დადასტურებულია დელტას მიერ. რაც იანვარში ვნახეთ, ნამდვილად არ არის ერთჯერადი შემთხვევა. ეს უკრაინის ომის ახალი ტენდენციაა და არსებობს ბევრი მიზეზი, თუ რატომ არის უკრაინის მიერ მტრის ასეთი მასშტაბური განადგურება თვეების განმავლობაში. ცუდია რუსეთისთვის. ამ მიზეზების შესახებ მალე ყველაფერს გაიგებთ, მაგრამ მანამდე ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა აღვნიშნოთ. იანვარში უკრაინის მიერ გამოქვეყნებული ლიკვიდირებულთა რაოდენობა მხოლოდ ისაა, რაც დადასტურებულია დელტას მეშვეობით. რეალურად ეს რიცხვი ბევრად მეტია. დელტას შეუძლია მხოლოდ სისტემაში დაფიქსირებული ლიკვიდაციის დადასტურება. ყველა მათგანის შესახებ მტკიცებულება არ აქვს. დაუშვათ, რომ უკრაინის არტილერიის ცეცხლმა რუსული ბლინდაჟი გაანადგურა. ასეთმა თავდასხმამ შეიძლება პუტინის ოკუპანტებიდან რამდენიმე მოკლას, მაგრამ ეს არ დადასტურდება, თუ შედეგები არ ჩაიწერება ან გადაიღება. ამის გაკეთება რთულია, როცა ცხედრებით ხრილებსა თუ ბლინდაჟებშია. უკრაინას კი უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, ვიდრე დრონების დახარჯვა თითოეული განადგურებული ობიექტის შესამოწმებლად. საკმარისია იმის ცოდნა, რომ ობიექტი განადგურდა. ასეთ შემთხვევებში დაუპულებს არ ითვლიან. რუსეთის წინააღმდეგ დაუფიქსირებელი დარტყმები ყოველდღე ხდება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე 1000 დაუპული შეგვიძლია დაუმატოთ, რაც პუტინისთვის მძიმე თვეს უფრო გაამძიმებს და ომში რეალურ ცვლილებაზე მიუთითებს. და თითქოს რუსეთისთვის საქმეები კიდევ უფრო ვერ გაუარესდება. უკრაინამ ასევე განაცხადა, რომ მიღწეულით დაგმაყოფილებას არ აპირებს. ერთ თვეში 30,000 დადასტურებული მოკლული შთამბეჭდავია, მაგრამ რა სიტყვით 50,000-ზე.
ფიოდოროვმა უკრაინის დრონებისთვის 2026 წლისთვის ასეთი თვიური მიზანი დააწესა, რათა ომის ფასი რუსეთისთვის როგორც ფინანსური, ისე ცოცხალი ძალის თვალსაზრისით აუტანელი გახდეს. ასე რომ შეიძლება 2026 წელს კიდევ არაერთი რეკორდული თვის შესახებ მოგიყვეთ, თუ ომი წლის ბოლომდე გაგრძელდება. და ეს ყველაფერი არ არის. იანვარში უკრაინის FPV დრონების ოპერატორები ყურადღების ცენტრში იყვნენ, თუმცა თავდაცვის ოპერატორებიც მნიშვნელოვანი იყვნენ. ფედოროვს მივცენ ციტვას. თავდაცვის მინისტრმა Telegram-ზე დაწერა. გადამჭრელი დრონების ოპერატორებმა რეკორდული რაოდენობის შაჰედი ჩამოაგდეს. ლიდერობს ნემეზისი. მცირე საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობას ვზრდით ცის დასაცავად. პარტნიორებთან ერთად ზღუდავთ მტრის შესაძლებლობას გამოიყენოს დასავლური ტექნოლოგიები უკრაინელებზე თავდასხმისთვის. ფედოროვი არ ასახელებს კონკრეტულ ციფრებს, გარდა იმისა, რომ აღნიშნავს უკრაინის გადამჭრელი დრონების ოპერატორების რეკორდულ მიღწევებს, თუმცა ამ ოპერატორებს ნამდვილად სჭირდებათ რეკორდების დამყარება. UKR Informis ცნობით, რუსეთმა 2026 წლის იანვარში 6000-ზე მეტი შორმანძილზე მოქმედი დამთმელი დრონი გამოიყენა. სავარაუდოდ შაჰედის ტიპის დრონები და მის დიზაინი და მისი დიზაინის ვარიაციები. ეს არის უზარმაზარი რაოდენობის დრონები, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების დასაძლევად იქნა გაგზავნილი. რაც უფრო მეტ საბრძოლო დრონს გაანადგურებენ უკრაინის გადამჭრელები, მით უკეთესია მისი სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებიც შეძლებენ ყურადღება გაამახვილონ იმ რაკეტებსა და მართვად ბომბებზე, რომლებსაც რუსეთი ჩვეულებრივ დრონებთან ერთად უშვებს. ეს რუსეთისთვის ცუდია. დეტალებზე საუბრამდე უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ გამოწერილია ხართ, ეხლა საუკეთესო დროა. თუ გსურთ მეტი ინფორმაცია უკრაინის თავდაცვაზე პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ახლა რამდენჯერმე აუნიშნეთ, რომ ის რაც უკრაინამ იანვარში მიაღწია, რამდენიმე შედეგს გამოიწვევს ბრძოლის ველზე. ამ გავლენები და მთავარი ძალიან მარტივია. უკრაინა ინარჩუნებს რუსი ჯარისკაცების განადგურების მავალ ტემპს. ეს უკვე ნახეთ, რადგან ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უკვე მეორე თვეა ზედიზედ უკრაინის დრონებმა 30000-ზე მეტის განადგურება შეძლეს, ხოლო მეოთხე თვეა, რაც უკრაინა ამ მიახლოებით 25000-იან ნიშნულს ახდენს ან აჯარბებს. რასაც აქ ხედავთ, არის წლების განმავლობაში უკრაინის მიერ დრონების სფეროში ინოვაციებზე კონცენტრირების შედეგი, რომელიც გადაიქცა სტრატეგიის ახალ ტიპად, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. რუსეთის ჯარისკაცები ასე ბევრნი არ დაიღუპებოდნენ უკრაინას, რომ ომი პუტინის სურვილისამებრ წარმოებინა. უკრაინა რომ მხოლოდ თავდაცვას და ტანკების, ჯავშან ტექნიკის, არტილერიისა და ჯარისკაცების მასების წინააღმდეგ ბრძოლას დასჭერებულიყო, რომლებსაც რუსეთი აგზავნის, პუტინის ძალები უკრაინაში უფრო სწრაფად მიიწევდნენ წინ. მაგრამ ჯარისკაცები თითქმის ვერ მიიწევენ წინ და ამის მიზეზი ისაა, რომ 10000-ობით მათგანი ნადგურდება ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მიაღწევენ იმ პოზიციებს, რომელთა შეტევაც მათ ევალებათ. უკრაინამ შექმნა ღრმა თავდაცვითი ზონები, რომლებიც სავსეა FPV დრონებით და სხვა თავდაცვითი საშუათის საშუალებებით, და ეს ყველაფერი მდებარეობს იმ გამაგრებულ ხაზებზე წინ, რომლებიც რუსეთმა უნდა გაარღვიოს. როგორც პოლიტიკომ ნოემბერში აღნიშნა, შეიქმნა საშინელებათა ნაცრისფერი ზონა, სადაც დრონები მუდმივად ნადირობენ სამიზნეებზე. ნაცრისფერი ზონა ფრონტიდან ხშირად 20 კილომეტრამდე, ანუ დაახლოებით 12.4 მილის მანძილზე ვრცელდება. არც ერთი მხარე არ უნდა მათი ჯარისკაცები იყვნენ ნაცრისფერ ზონაში. და უკრაინას არც უწევს ვინმეს გაგზავნა. ეს რუსეთია, ვინც იწყებს შეტევებს და აგზავნის 1000-ობით ჯარისკაცს იმის გადასაკვეთად, რაც პირველი მსოფლიო ომის სანგრების ომის დროინდელი არავის მიწის თანამედროვე ეკვივალენტად იქცა. უკრაინის ქალაქების დაცვა ახლა ძლიერაა დამოკიდებული ამ სასიკვდილო ზონებზე, რომლებიც მათ ეფექტურობას ამტკიცებს. რუსეთი დიდძალ ჯარისკაცსა და ტექნიკას ხარჯავს გადასასვლელზე, ხოლო უკრაინის დამცველები უკან რჩებიან და საშუალებას აძლევენ ტერს თვითონ შევიდეს ხორცსაგებში. როცა რუსეთის ძალები მაინც ახერხებენ გარღვევას, ისინი სრულიად გამოფიტულები არიან. რაც შეეხება უკრაინას, ის ზიანი, რომელსაც უკრაინა არეც უკრაინა ატენებს რუსეთის შემტევ ძალებს, ქმნის სიცარიელებს განადგურების ზონებში, რითაც შესაძლებელია მიზანმიმართული კონტრშეტევების განხორციელება. უკრაინას არ უწევს 1000-ობით ჯარისკაცის გაგზავნა. მას შემდეგ, რაც განადგურების ზონები და იქ მფრინავი 1000-ობით დრონი თავის საქმეს შეასრულებს, უკრაინა შეძლებს უკუგდებას. 5 თებერვალს კიდევ ერთი საინტერესო გამჟღავნება მოხდა. NBC News-ის მიხედვით ზელენსკიმ აღიარა, რომ უკრაინის 55000 ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთთან ბრძოლაში. ეს უკრაინისთვის ტრაგედია და აჩვენებს, რამდენად ეფექტურად დაიჭრა უკრაინამ თავის ტერიტორია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. 55000 ნაკლებია იმ რაოდენობაზე, რაც უკრაინამ დეკემბერსა და იანვარში რუსეთის ძალებს მიაღენა. სულ 65000. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთმა 2 თვეში უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ თითქმის 4 წლიანი ბრძოლის განმავლობაში. ჩვენ ამ რიცხვებზე მეტი ინფორმაცია გვაქვს. 2025 წლის თებერვალში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის 46000 ჯარისკაცი დაიღუპა. ასე რომ გასულ წელს უკრაინამ მხოლოდ 9000 ჯარისკაცი დაკარგა, რაც თვეში 750 დაღუპულს ნიშნავს. რუსეთმა მხოლოდ იანვარში ამაზე 40-ჯერ მეტი დაკარგა. ეს შოკის მონგრელი სტატისტიკაა, რომელიც ორ რამეს აჩვენებს. რუსეთის სტრატეგია უშედეგოა. უკრაინა დრონებით დიდი ზარალს აყენებს მოწინააღმდეგეს და იცავს ჯარისკაცებს. კიდევ ერთხელ უბრუნდებით იმ საკითხს, თუ როგორ შეცვალა უკრაინამ ომის წესები სრულიად, იმასთან შედარებით, როგორც პუტინი ფიქრობდა.
როგორც ჩანს, არანაირი თავდაცვა არ ეხმარება რუსეთს. პადეები და სიგნალის ჩახშობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიძლება გამოიყენონ უკრაინის დრონების წინააღმდეგ, თუმცა განადგურების ზონებში რუსეთის ჯარისკაცები მარტო რჩებიან. ზოგ შემთხვევაში ეს პირდაპირ ასია, რადგან რუსეთი აგზავნის თავის კრეიტებს უკრაინის თავდაცვაზე შეტევისთვის. ისეთ ქვედანაყოფებში, სადაც მხოლოდ 4-დან 6-მდე ჯარისკაცია, ბევრი არ სჭირდება, რომ ეს ჯგუფები დაიშალოს. როდესაც ისინი გადიან განადგურების ზონებს, პანიკაში მყოფი რუსი ჯარისკაცები თავმოჭრილი ქათმებივით დარბიან, სანამ გარდაუვალი არ მოხდება. დრონი მათ პოულობს. დელტა იღებს ახალ ვიდეოს. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება უკრაინის განადგურების ზონის სტრატეგიას ხელი შეუშალოს, არის დრონების ამოწურვა, რაც აიძულებს უკრაინელ ჯარისკაცებს კიდევ უფრო აქტიურად დაიცვან უკრაინის ქალაქები, ვიდრე ახლა იცავენ. თუმცა პუტინის ნებისმიერი იმედი იმისა, რომ ეს მოხდებოდა, უკვე გაქარწყლებულია. იანვრის 26-ში მილიტანი იტყობინებოდა, რომ უკრაინა 2026 წელს 7 მილიონზე მეტ დრონს აწარმოებს. ეს რიცხვი გაამჟღავნა სერგეი ბოევმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. მან დაამატა, რომ უკრაინის დრონებმა შესაძლებელი გახადა შეექმნათ ის, რასაც ის უწოდებს დარტყმის ზონებს, ანუ 20 კილომეტრიან სასიკვდილო ზონებს. და როდესაც დრონების წარმოება გაიზრდება, უკრაინა აპირებს სასიკვდილო ზონის 100 კილომეტრამდე, ანუ დაახლოებით 62 მილამდე გაზრდას. ეს მოხდება რუსული სამიზნეების ოპერატიულ სიღრმეში, დარტყმითა და მოწინააღმდეგის ჯარისა და ტექნიკის განადგურებით, რომლებიც უკრაინის თავდაცვასთან მიახლოვდებიან. ეს ახალი ეტაპია. უკრაინა გამოიყენებს საშუალო დათმის დრონებს ლოგისტიკური კვანძების, სარდლობის ცენტრებისა და ჯარისკაცთა შეკრების ადგილების დასათმელად საბრძოლო ხაზების უკან. მაშინ როცა მისი FPV დრონები ჯოჯოხეთად უქცევენ ცხოვრებას იმ ჯარისკაცებს, რომლებიც უშუალოდ ამ ხაზებზე იმყოფებიან. და ამ ყველაფრის პარალელურად დელტა მიაწვდის ინფორმაციას უკრაინის ჯარისკაცებს, რომლებიც სულ უფრო მეტად შეძლებენ დრონების გამოყენებას იმ სამშაოს შესასრულებლად, რაც ადრე მათ უზარმაზარ საფრთხეში ჩააგენებდნენ. 2026 წელს ვხედავთ, რომ უკრაინა აკეთებს იმას, რასაც United 24 მედია მრუდის მოღუნვას უწოდებს. ამ დროამდე რუსეთი არა მხოლოდ ახერხებდა დაკარგული ჯარისკაცების ჩანაცვლებას, არამედ იმდენი ახალი ჯარისკაცი მოიზიდა, რომ უკრაინაში თავისი ძალების რაოდენობა რამდენჯერმე გაზარდა. ფიოდოროვის 50,000 დაღუპულის მიზანი რუსეთის ცოცხალი ძალის შესასუსტებლად გადამწყვეტია, განმარტავს United 24 მედია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის ომისთვის. 4 წელიწადში მოსკოვმა ომში მთელი არმია დაკარგა, 1.2 მილიონი ადამიანი და იგივე რაოდენობა ხელახლა შეავსო. გამოცემის თანახმად, მას შემდეგ რაც სრულმასშტაბიანი შეჭრა 160,000 ჯარისკაცი დაიწყო, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული დაჯგუფება ახლა 700,000 ჯარისკაცს აჭარბებს. ბრუდის მოღუნვა ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ ჩაანაცვლებს დაკარგულ ჯარისკაცებს და ვერ გააძლიერებს ძალებს. უკრაინის მიზანია რუსეთს ყოველთვე ისეთი დანაკარგი მიაყენოს, რომ პუტინის რეკრუტერები ვეღარ ასწრებდნენ შევსებას. თუ უკრაინა ამ ეტაპამდე მივა, 700,000 ჯარისკაცი მალე 650,000 გახდება. შემდეგ 600,000 და ასე შემდეგ. რის შედეგადაც ის ერთადერთი უპირატესობა, რაც რუსეთს უკრაინასთან ჯერ კიდევ აქვს, სრულიად გაქრება. უკანასკნელი თვეები უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მრუდი მოიღუნა. Kyiv Independent-ის მიხედვით რუსეთმა დეკემბერში მხოლოდ 27,400 ახალი კონტრაქტიანი ჯარისკაცის მოზიდვა შეძლო. შესაძლოა გახსოვთ, რომ უკრაინამ იმ თვეში პუტინის დაახლოებით 35,000 ჯარისკაცი მოგლა, რის შედეგადაც რუსეთს დეკემბერში 7,600 ჯარისკაცის დეფიციტი ჰქონდა. ჯერ უცნობია, იანვარში რუსეთის რეკრუტირება წინა თვეს აჯობა თუ არა. თუმცა ასეც რომ იყოს, რუსეთის მიზანი 2026 წელს 400,000 ახალი რეკრუტია, რაც თვეში დაახლოებით 33,300 უდრის. იანვარი შეიძლება კიდევ ერთი თვე ყოფილიყო, როცა რუსეთის გამოუსწორებელი დანაკარგები რეკრუტირებაზე მეტი იყო და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ რუსეთი საკუთარ თავზე აღებულ მიზანს ნამდვილად შეასრულებს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ უკრაინაში უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე რუსეთს შეუძლია რეგლია რეკრუტირება. მრუდი იხრება. თუ უკრაინა თვეში 50,000 რუსი ჯარისკაცის დაღუპვას მიაღწევს, ეს საბოლოოდ გადეხავს მრუდს და გაანადგურებს პუტინის იმედებს უკრაინის დამარცხებაზე. უკრაინამ შეძლო ისეთი ტიპის იარავის გარდაქმნა, რომელიც თავდაპირველად უცნაურობად ითვლებოდა. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური იარაღად, რაც გეოდესმე თანამედროვე ომს უნახავს. ლაზარის ჯგუფმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის დრონების განვითარებაში, რადგან მათ უკრაინას რუსებზე ნადირობა 24/7-ზე მაკდონალდსის მსგავს ოპერაციად აქცევინეს. პრუსული ბულდოზერი უკრაინას უნდა გადახლოდა, რათა პუტინს და კრემლის თანამზრახველებს ძალაუფლება ეჩვენებინათ ევროპაზე, მაგრამ ეს არ მოხდა. სწრაფი შეწრის ნაცვლად რუსეთი ბოლო საუკუნის ყველაზე სუსტი თანამედროვე სამხედრო ძალად გამოჩნდა. პუტინის ომი უკრაინაში ახლა ჩვენს თვალწინ ფეთქდება და ვხედავთ სრულ სამხედრო კოლაფსს. ამის მტკიცებულება მოდის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის, ანუ CSIS-ის ბოლო ანგარიშიდან, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის მიღწევები უკრაინაში იმდენად საცოდავია, რომ თანამედროვე სამხედრო სამყაროს მსგავსი არაფერი უნახავს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ყველა ომში წინსვლა უფრო სწრაფი იყო, ვიდრე რუსეთს ახლა უკრაინაში აქვს. მათ შორის ყველაზე სისხლიანი ბრძოლებიც პირველი მსოფლიო ომში.
როდესაც ვლადიმირ პუტინის ჯარები ებრძვიან დრონების ტალღებს, გამანადგურებელ არტილერიას და უკრაინულ თავდაცვას, რომელიც თითქოს ყველაფერს ერგება, რასაც რუსეთი უგდებს, ერთი მთავარი მაჩვენებელი განსაკუთრებით თვალშისაცემია. რუსეთი დღეში 15-70 მეტრით, ანუ 49.2, 229.6 ფუტით წინ მიიწევს. თქვენ შეიძლება დაახლოებით ამ მანძილს გაიაროთ სახლიდან ტროტუარამდე მისასვლელად. რაც აჩვენებს, რომ რუსეთის ძალები უფრო ნელა ვიდრე სწრაფად მიიწევენ და ეს უფრო გარდაუვალ და დამანგრეველ მარცხს გავს, ვიდრე გამარჯვებას. რუსეთი ამ უმნიშვნელო მიღწევებისთვის უზარმაზარ ფასს იხდის, როგორც თავად ნახავთ თუ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ. მანამდე შევხედოთ CSIS-ის ანგარიშს და მის მნიშვნელობას რუსეთის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ტერიტორიაზე წინსვლის ტემპისთვის. ბოლო 2 წელი რუსეთისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო წინსვლაში. დონეცკის ოლქში ავდიუკის დაცემის შემდეგ 2024 წლის თებერვალში რუსეთს ეგონა ინიციატივა მის ხელში იყო და დონეცკს თავისუფლად გაივლიდა. მის გზაზე მხოლოდ ქალაქი პოკროვსკი იდგა, რომელიც უკრაინის მთავარ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ცენტრად ჩამოყალიბდა დონეცკში და მთლიანად აღმოსავლეთის ფრონტზე. რუსეთს მხოლოდ მიზნის დაპყრობა დარჩენოდა. პოკროვსკი თითქმის მაშინვე დაიბომბა, როგორც კი ავდიუკა დაეცა. გეგმავი ბომბები მუდმივად ეცემოდა ქალაქს, ანადგურებდა შენობებს და შლიდა ყოველგვარ კვალს იმ შთაბეჭდავი დასახლებისგან, რაც ოდესღაც იყო. რუსეთმა გამოიყენა როგორც შორი მოქმედების, ისე FPV დრონები, რათა თავისი ჯარები პოკროვსკთან მიეყვანა და როცა ეს ჯარისკაცები ქალაქთან ხელის გაწვდენის მანძილზე იყვნენ, არტილერიის დაბომბვა და ქვეითთა შეტევები დაიწყო. ეს არის სტანდარტული რუსული ტაქტიკა. მტრის გადატვირთოთ, ეგის გადატვირთოთ ტექნიკითა და ცოცხალი ძალით და ბოლოს რუსეთი გაიმარჯვებს. რუსეთს არ მოუგია. CSIS-ის მიხედვით ავდიუკის დაცემისა და 2026 წლის იანვრის შემდეგ რუსეთმა პოკროვსკის მიმართულებით 50 კილომეტრზე ოდნავ ნაკლებით, ანუ დაახლოებით 31 მილით წაიწია წინ. ეს არის ნელი ტემპის 70 მეტრი დღეში, რასაც ადრე ვახსენეთ. რუსეთს თითქმის 2 წელი დასჭირდა, რომ პოკროვსკზე ნაწილობრივი კონტროლი მოეპოვებინა. ამბობთ ნაწილობრივ, რადგან უკრაინა ჯერაც იცავს ქალაქის ჩრდილოეთს. ასე რომ შეიძლება კიდევ ბევრი კვირა ან თვე გავიდეს, სანამ პოკროვსკი საბოლოოდ დაეცემა. თუ საერთოდ დაეცემა. რუსეთის წარუმატებლობა ქალაქებისა და დასახლებების აღებაში მარტო პოკროვსკს არ ეხება. მაგალითად ავიღოთ ჩასივიარი, რომელიც პოკროვსკზე პატარაა და უკრაინის თავდაცვითი კვანძია. რუსეთმა ამ დასახლებაზე ყურადღება 2024 წლის თებერვალში გადაიტანა, წინა წლის მაისში ბახმუტის აღების შემდეგ და განაცხადა, რომ ეს დასახლება 2025 წლის ივლისშიც აიღო. უკრაინა იბრძოდა განცხადების დროსაც და ახლაც. ჩასივიარის მიმართულებით რუსეთის წინსვლა პოკროვსკთან შედარებით კიდევ უფრო ნელია. CSIS-ის სტატიის შესახებ თავის რეპორტაჟში United 24 Media წერს, რომ რუსულმა ძალებმა ჩასივიარის აღების 2 წლიანი მცდელობისას დაახლოებით 10 კილომეტრით, ანუ 6.2 მილით წაიწიეს წინ. და ეს წინსვლის ტემპი გვაძლევს იმ დღიური შეფასებების ქვედა ზღვარს, რომელსაც მანამდე სათაურად გამოვყავით, მხოლოდ 15 მეტრი დღეში. სადაც არ უნდა შეხედოთ ფრონტზე, სადაც რუსეთის სწრაფი წინსვლის მცდელობით აქტიურობს, ყველგან ასეთ მარცხს ხედავთ. კუპიანსკის სექტორში, ხარკოვში, რუსეთმა წინ წაიწია. მხოლოდ 9.5 კილომეტრი, დაახლოებით 5.9 მილი, 2024 წლის ნოემბრის 7-დან, რაც დღეში საშუალოდ 23 მეტრია, 75 ფუტზე ოდნავ მეტრი. რუსეთმა განაცხადა, რომ კუპიანსკი აიღო. ამის მიზეზი არსებობს, როგორც ჩასივიარის აღების შესახებ განცხადების შემთხვევაში, რომელსაც ვიდეოში მოგვიანებით გაგიმხელთ. რუსეთისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი ისაა, რომ სწრაფად იმოქმედა გულიაიპოლეს აღების მცდელობაში, ზაპორიჟიას ოლქში. რუსეთის ძალებმა 18.5 კილომეტრით, ანუ 11.5 მილით წაიწიეს, დღეში საშუალოდ 297 მეტრით, ანუ 974 ფუტით. მაგრამ იმის შემდეგ, რაც რუსეთმა დაინახა რა ხდება უკრაინის სხვა ნაწილებში, მას მოუწევს დაფიქრება, რამდენ ხანს შეძლებს გულიაიპოლეს სექტორში ამ ტემპის შენარჩუნებას, სანამ უკრაინა არ დაიწყებს ისეთივე თავდაცვას, როგორც ვნახეთ იმ სხვა 3 რეგიონში, რომლებიც ვახსენეთ. ეხლა მიუბრუნდეთ საინტერესო რიცხვებს. როგორ შეედრება რუსეთის წინსვლა ბოლო 100 წლეულის სხვა ომებსა და ბრძოლებს? როგორც ვთქვით, რუსული შეტევები გულიაიპოლეს სექტორის გარდა, დღეში მხოლოდ 15-დან 70 მეტრს მიიწევს სექტორის მიხედვით. ეს ომის ბრძოლის დროს დაფიქსირებულ ტემპზე უარესია, როცა ბრიტანული და ფრანგული ჯარები დღეში მხოლოდ 80 მეტრით, ანუ 260 ფუტით წინ მიიწევდნენ. ეს იყო პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლა, როცა დიდმა ბრიტანეთმა 1916 წლის 1 ივლისს ერთ დღეში 47,000 დანაკარგი მიიღო. რუსეთის მდგომარეობა არ არის ძალიან მძიმე, მაგრამ მისი ნელი წინსვლა ოფიციალურად უარესია ვიდრე სანგრების ომში, სადაც ჯარისკაცები მასობრივად იღუპებოდნენ ნეიტრალური ზონის გადაკვეთის მცდელობისას. CSIS-ის მიხედვით მეორე მსოფლიო ომში ლენინგრადის ალყის შემდეგ რუსეთი ბევრად უფრო სწრაფად მიიწევდა წინ და დღეში დაახლოებით 1 კილომეტრს, ანუ 0.72 მილს ფარავდა.
გალიციის ბრძოლაში, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გაიმართა, რუსეთმა შეძლო დღეში 1.58 მიასედი კილომეტრის, ანუ ოდნავ ნაკლები ვიდრე 1 მილის სიჩქარით წინსვლა. ეს იყო გამანადგურებელი ბრძოლები, დიდი მსხვერპლით და რუსეთი მათგან ნებისმიერზე ბევრად უფრო ნელა მიიწევს წინ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს პუტინისთვის მორიგი სიფცხვილი. უკრაინის კონტრშეტევისას კურსკის ოლქში ჯარმა დღეში 1.25 მიასედი კილომეტრის, ანუ 0.77 მიასედი მილის სიჩქარე განავითარა. ეს უფრო სწრაფია ვიდრე რუსეთი უკრაინაში, რომელიმე მთავარ ფრონტზე წარამატებით მიიწევდა. გარდა შემოჭრის პირველი დღეებისა, როცა მან ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის და სხვა რეგიონების დიდი ნაწილი აიღო. მას შემდეგ რუსეთი ნელა მიიწევს მიზნისკენ. გიგანტური სამხედრო კუ ისეთივე უსარგებლოა, როგორც იგივე სახელის ტანკები, რომლებიც სხვადასხვა თავდაცვითი საშუალებებითაა დატვირთული უკრაინის დრონებისგან თავის დასაცავად სასოწარკვეთილი მცდელობისას. ეს კუ ტანკები იშვიათად თუ აღწევენ სადმე და ჩანს, რომ იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის წინსვლაზე. ფართო ხედით თუ შევხედავთ, CSIS-ის ცნობით, რუსეთმა შეძლო სრულად დაეკავებინა დაახლოებით 75,000 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 28,950 კვადრატული მილი უკრაინის ტერიტორიიდან. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო თავისი სისხლიანი შეჭრა. ოკუპაციისა და კონტროლის ზონაა 120,000 კვადრატული კილომეტრი, ანუ 86,300 კვადრატული მილი, რაც უკრაინის 20%-ს შეადგენს. ამ ტერიტორიაში შედის ყირიმი, რომელიც რუსეთმა 2014-ში მიერთა და დონბასის მცირე ნაწილები, რომლებიც მაშინ დაიკავა. ერთ შეხედვით შთამბეჭდავი რიცხვი ნაკლებად შთამბეჭდავი ხდება, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში დაკავებულ მთელ ტერიტორიას. 2024 წელს რუსეთმა უკრაინის მხოლოდ 3604 კვადრატული კილომეტრი, ანუ 1391 კვადრატული მილი დაიკავა. 2025 წელს ეს რიცხვი 4831 კვადრატული კილომეტრი. ეს ის შედეგია, რაც რუსეთმა მასშტაბური ზაფხულის შეტევის სანაცვლოდ მიიღო, რომელსაც წერტილი უნდა დაესვა ომისთვის, რომლის დასრულების პირიც არ ჩანს. ვიდეოს დასაწყისში ვთქვით, რომ ხედავთ, როგორ გამოიყურება სამხედრო კოლაფსი. ეს საცოდავი მიღწევები რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბებთან და სავარაუდო ძლიერებასთან შედებასთან შედარებით აჩვენებს, რომ პუტინის ძალები სრულიად უნაროა რაიმე რეალური წარმატების მიღწევაში. მცირე წარმატებებიც კი მათთვის ისეთ ფასისაა, რომ რუსეთი ამას დიდხანს ვეღარ გაუძლებს. ეს ფასი უკვე ყველაფერს ცვლის პუტინისთვის, მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ახლა კი იდეალური დროა გამოიწეროთ არხი, რომ მომავალში მსგავსი ვიდეოები არ გამოგრჩეთ. რუსეთის ნელი წინსვლა გასაგები იქნებოდა, თუ პუტინი ძალებს უკან დაიხევინებდა და მხოლოდ შესაფერის დროს შეუტევდა უკრაინას. რუსეთი კუს მსგავსად ნელა და სტაბილურად იმოქმედებდა, როგორც იგავშია, რბოლას მოიგებდა. თუმცა უკვე იცით, რას ვაპირებთ თქმას. რუსეთის სტრატეგია უკრაინაში არც გააზრებულია, არც ფრთხილი. რუსეთს ჯარისკაცები ისეთი სისწრაფით დაუყავს, როგორცაც ვერავინ წარმოიდგენდა, როცა პუტინმა თავისი შეჭრა დაიწყო. CSIS-ის მიხედვით, 2022 წლის თებერვლიდან რუსეთს 1.2 მილიონი ჯარისკაცი ჰყავს დაღუპული, დაჭრილი, ტყვედ ჩავარდნილი ან დაკარგული. ეს შეესაბამება უკრაინის ფინანსთა სამინისტროს შეფასებასაც, რომელიც რუსი ჯარისკაცების რაოდენობას 1.236.000-ად ასახელებს. 2025 წელი განსაკუთრებით მძიმე იყო რუსეთისთვის, რადგან CSIS-ის ინფორმაციით მან დაკარგა 415,000 ჯარისკაცი, რაც თვეში 35,000 დანაკარგს ნიშნავს. სურათი შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე იყოს რუსეთისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ თქვა, რომ 2025 წლის დეკემბერში უკრაინამ 35,000 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინა და არა უბრალოდ დანაკარგი მიაყენა. თუ სხვა დანაკარგებსაც დაუმატებთ, თვიური მაჩვენებელი CSIS-ის შეფასებაზე მაღალი იქნება და ამ ტემპით 2026-ში რუსეთის დანაკარგებმა შესაძლოა 500,000 გადააჭარბოს, თუ უკრაინა თავდაცვას შეინარჩუნებს. ნახოთ, როგორ აკენებს ამას კონტექსტში CSIS. CSIS აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არც ერთ დიდ სახელმწიფოს არ ქონია ასეთი დანაკარგები, ხოლო ASHS-ის საბრძოლო დანაკარგები და დაღუპულები ბევრად ნაკლებია. ASHS-ს ჰქონდა 45,487 საბრძოლო დაღუპული კორეის ომის დროს, 47,424 დაღუპული ვიეტნამის ომის დროს, 159 დაღუპული 1990, 1991 წლების სპარსეთის ყურის ომში, 2465 დაღუპული ავღანეთში. ოპერაცია მტკიცე თავისუფლებისა და ოპერაცია თავისუფლების დარაჯის დროს და 4422 დაღუპული ერაყში, ოპერაცია ერაყის თავისუფლებისთვის. ამ კამპანიების შედეგების მიუხედავად რუსეთი იმ ეტაპზეა, როცა თვეში შეიძლება ASHS-ის მთელ კორეის ომში დაუპულ ჯარისკაცებზე მეც დაკარგავდეს. პუტინის უკრაინული გამოცდილება არც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაციებთან შედარებით გამოიყურება კარგად.
CSIS-ის შეფასებით, რუსი სამხედროების დაღუპულთა რიცხვი 275,000-დან 325,000-მდეა, რაც 90-იან და 2000-იან წლებში მომხდარი ჩეჩნეთის ორივე ომის დანაკარგებზე 11-ჯერ მეტია. 17-ჯერ აღემატება იმ დანაკარგებს, რაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 1980-იან წლებში ნახა. თითქოს პუტინი ცდილობს რაღაც რეკორდი დაამყაროს. ყველაზე ნელი წინსვლისთვის ყველაზე მაღალი ფასის ჯილდო რუსეთს გადაეცემა. ამ ყველაფერს რუსეთისთვის ისიც ემატება, რომ ის ვერ ახერხებს უკრაინისთვის ისეთი დანაკარგების მიყენებას, როგორცაც უკრაინა აყენებს პუტინის ძალებს. ეს თითქოს აშკარა განცხადებაა, რადგან ნელი წინსვლის ტემპი ბუნებრივად ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ ახერხებს ბევრი უკრაინელი ჯარისკაცის განადგურებას. ეს თანაფარდობები საინტერესოა. CSIS-ის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინას 500,000-600,000-მდე დანაკარგი აქვს, რაც რუსეთის დანაკარგების ნახევარზე ნაკლებია. ეს მონაცემები გვაძლევს თანაფარდობას, რომელიც რუსეთის დანაკარგების შემთხვევაში უკრაინის დანაკარგებთან შედარებით დაახლოებით 2-დან 1-მდე და 2.5-დან 1-მდე. ვიდეოში ბევრი სტატისტიკა განვიხილეთ. ახლა განვიხილოთ, რას მოიტანს ეს რუსეთს 2026 წელს და უკრაინის ომის მომავალში. ხედავთ რუსეთის ამოწურვის სტრატეგიის მოქმედების გავლენას. რუსეთი ყოველთვის იყენებდა რიცხობრივ უპირატესობას ყველა ომში, რომელშიც მონაწილეობდა. პუტინი საბჭოთა სტრატეგიას მიხვება, აგზავნის ცოცხალ ძალას, სანამ პრობლემა არ გაქრება. რუსეთი უკრაინაში იყენებს ჯარისკაცებს, რაკეტებს, დრონებს, არტილერიას, მართვადბომბებს, ტანკებს და ყველაფერს სხვას, რათა თანდათან დაასუსტოს უკრაინის თავდაცვის ძალები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის წინსვლის ტემპი არასდროს იქნებოდა სწრაფი. ჩვენ უნდა გვენახა, როგორ ჩერდებოდა რუსეთი უკრაინის გამაგრებულ პოზიციებთან. შემდეგ კი სწრაფად მიიწევდა წინ, როცა ფრონტს გაარღვევდა. რა თქმა უნდა, ეს არ გვინახავს. პირიქით, როგორც კიევის პოსტი აღნიშნავს, უკრაინის თავდაცვა იმდენად ძლიერი იყო, რომ რუსეთმა თავისი გამოფიტვის სტრატეგიაში რამდენიმე ტაქტიკური ცვლილებაც რომ შეიტანა, პუტინისთვის საჭირო ტიპის გარღვევები მაინც ვერ მოახერხა. უკრაინის ფრონტის ხაზი არ ინგრევა. ყოველი ციკლი, როცა რუსი ჯარისკაცები და ტექნიკა ხორცაკებში იგზავნება, ნიშნავს, რომ რუსული ფრონტის ხაზი თავის თავს ანადგურებს. ეს გამოჩნდა რუსული სამხედრო ტექნიკის დიდ დანაკარგებში, რაც პუტინის ომის მიერ დაღვრილ სისხლს ახლავსთან. უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ თქვა, რომ რუსეთის სტრატეგია ძვირი დაჯდა. 11,600-ზე მეტი ტანკი, 23,950-ზე მეტი ჯავშან მანქანა, 36,730 საარტილერიო დანადგარი, 118,000-ზე მეტი დრონი და 1000-ობით სხვა ტექნიკა. ლოგიკურად ესეთი დანაკარგები მდგრადი არაა, განსაკუთრებით თუ რუსეთი რეალურ გარღვევას გეგმავს. შეტევები სუსტდება, რადგან რუსეთის ჯავშან ტექნიკა ქრება, ვეტერანები იღუპებიან, მათი ადგილი ახალწრეულებს ეკუთვნით, რომლებიც უფრო სწრაფად კვდებიან. ეს არაა ერთადერთი დანახარჯი რუსეთისთვის. მეორე ტიპის დანახარჯს მალე დაუბრუნდებით. მანამდე კი დაუბრუნდეთ ვიდეოში უფრო ადრე ნახსენებ საკითხს. გითხარით, რომ არსებობდა მიზეზი, რატო აცხადებდა რუსეთი, რომ დასახლებები აიღო, მაშინ როცა იქ ბრძოლები აშკარად ჯერ კიდევ მიმდინარეობს. და ეს მიზეზი ისაა, რომ რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს თავი როგორც ქვეყანა, რომელსაც ომში ინიციატივა სრულად აქვს. ქვეყანა, რომელსაც ყველა ბერკეტი აქვს, უკეთეს პირობებს იღებს იმ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს შორის დაახლოებით 1 წელია მიმდინარეობს. უკრაინის ახალი ხმა აღნიშნავდა, როცა რუსეთმა კოპიანსკის დაკავების შესახებ კალბი განცხადება გააკეთა. მან ყურადღება გაამახვილა ომის შემსწავლელი ინსტიტუტის, ანუ ISW-ის ანგარიშზე, სადაც წერია, რომ კრემლი ომში ალტერნატიული რეალობის შექმნას ცდილობს აშშ-ზე ზეწოლისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში უპირატესობის მისაღების მისაღებად. ეს მარტივია. თუ რუსეთი დაარწმუნებს საჭირო ადამიანებს, რომ ქალაქებს ერთმანეთის მიღოლებით იპყრობს, ის ასევე შეძლებს დაარწმუნოს ეს ადამიანები, რომ უკრაინაზე ზეწოლა მოახდინონ, რომ დათმოს ოკუპირებული ტერიტორიები და ომი დაასრულოს. ყველა ის მონაცემი, რაც ამ ვიდეოში CSIS-ისგან გაგიზიარეთ, ანგრევს იმ ბურუს, რომელიც რუსეთმა სცადა შეექმნა. თუ ფიქრობთ, რომ ეს რუსეთს სიცრუის გავრცელებაში შეაჩერებს, ცდებით. პუტინს არასდროს შეუშლია ხელი ისეთი უმნიშვნელო რამ, როგორიც სიმართლეა, თავის სურვილების განხორციელებაში, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავაც აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელთა დამტკიცებაც არ შეუძლია. 27 იანვარს გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა თქვა, რომ რუსეთმა კოპიანსკის დასახლება აიღო ხარკოვის რეგიონში. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. რუსეთის ძალები ჯერ კიდევ მინიმუმ 10 კილომეტრით, ანუ დაახლოებით 6.2 მილით, არიან დაშორებული ამ კონკრეტულ დასახლებას, უკრაინის ახალი ხმის მიხედვით. იმავე დღეს გენერალმა თქვა, რომ რუსეთის ძალები თითქმის ყველა მიმართულებით წინ მიიწევენ. გერასიმოვის თქმით, რუსეთმა 1 იანვრიდან 17 უკრაინული დასახლება და ახლობებით 500 კვადრატული კილომეტრი, ანუ 193 მილი ტერიტორია დაიკავა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ISW აცხადებს, რომ რუსეთის მიღწევები თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე გერასიმოვი ამბობს, 265,45 კვადრატული კილომეტრი, ანუ ცოტა მეტი ვიდრე 102 კვადრატული მილი მოცემული პერიოდისთვის. ეს არის ტყუილი.
ტყუილის შემდეგ და ეს ყველაფერი გააბათილა CSIS-მა და მისმა გამოვლენილმა ფაქტებმა. კრემლის მიერ შუ ამბების გავრცელება გასაკვირი არ არის. ადრე ვთქვით, რომ რუსეთი იხდის ფასს არა მხოლოდ სისხლითა და ტექნიკით. ფინანსებიც უდიდესი პრობლემაა, რადგან ყოველი დღე, როცა რუსეთი ვერაფერს აღწევს, ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი ზეწოლა. CSIS აღნიშნავს უარყოფით მხარეებს. 2025 წელს რუსეთის წარმოების სექტორმა 7 თვე ზედიზედ შემცირდა. ქვეყნის წარმოების დონეებმა კიდევ უფრო უარესი შედეგი აჩვენა. 12 თვიდან 10 თვე ზედიზედ შემცირება იყო. ინფლაცია რუსეთში იყო და კლავაც მაღალია, რასაც თან ახლავს მომხმარებელთა მოთხოვნის შემცირება, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ამცირებს წარმოებას. ეკონომიკური ზრდა, რომელიც რუსეთს ომის პირველ 2 წელიწადში ჰქონდა, ახლა თითქმის შეჩერებულია. 2025 წელს რუსეთის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ MŠP, მხოლოდ 0.6%-ით გაიზარდა, მაშინ როცა წინა წელს ზრდა 4.3% იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2026 წელს რუსეთისთვის 0.8%-იანი ზრდა მოსალოდნელია, რაც წინა 1%-ზე ნაკლებია. ამას ემატება კაპიტალის პრობლემები, რაც ნავთობის შემოსავლების შემცირებას, უცხოური ინვესტიციების ნაკლებობასა და საერთაშორისო ბაზრებზე სესხების მინიმუმს უკავშირდება. პუტინის გადაწყვეტილება რუსეთის ბიუჯეტის ნახევარი სამხედროებზე დახარჯოს, კიდევ ერთ დენთის კასრს ამატებს სხვა დანარჩენს, რომლებიც აფეთქების პირასა. რუსეთს მხოლოდ ბირთვული იარაღი და დიდი არმია დარჩა. ფული ეწურება, ინოვაციები არ აქვს და არმიაში სულ უფრო ნაკლებია რეალური ცოდნის ან საბრძოლო უნარის მქონე ხალხი, რადგან ისინი უკვე მოკლეს. რუსეთი დაღმავალი ძალაა. უკრაინაში სამარცხვინო მიღწევები აჩვენებს იმას, რასაც პუტინი წლები ამალავს და რაც პრეზიდენტს აფიქრებს. თუ უკრაინაში არ შეიჭრებოდა, შეძლებდა მაინც დაეჯერებინა, რომ რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა. ამ კითხვაზე პასუხი ახლა უკვე გვიანია. პუტინს წინ მხოლოდ ისეთი მცირე მიღწევებითა და დიდი დანაკარგებით სავსე მომავალი ელის, რასაც 2024 წლიდან ვხედავთ. უკრაინამ რუსულ ომის მეთოდს უპასუხა და ახლა გამოფიტვის ომი მის სასარგებლოდ მიმდინარეობს. პუტინის იმედი მხოლოდ ისაა, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები დანებებაზე დაითანხმოს, სანამ მისი არმია დაიშლება. საბჭოთა კავშირის დროს რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა. ათასობით ერთეული ტექნიკა დამზადდა, ყველაფერი აშშ-თან ომისთვის მზადების მიზნით, რომელიც საბოლოოდ არასდროს მოხდა. საბჭოთა ლიდერები ვერ წარმოიდგენდნენ, მათი შთამომავლები მოძველებულ ტექნიკას გამოიტანებდნენ, რომელიც მათ 10 წლეულების წინ დაამზადეს. რუსეთი ამას აკეთებს და ამისთვის იხდის ფასს. ის იძულებულია დამბალი საბჭოთა ჯავშან ტექნიკა გამოიყენოს, რადგან რეზერვები ეწურება. რატომ? უკრაინამ დანარჩენი გაანადგურა. ეს აშკარად ჩანს რუსეთის ტანკებსა და ჯავშან ტექნიკაზე. 24 იანვარს დევიდ აქსმა Euromaidan პრესში დაწერა, რომ რუსეთმა ყველა დაკარგული ჯავშან ტექნიკა ერთხელ ჩაანაცვლა. ეს ჩანაცვლებები საბჭოთა დროის დამპალი რეზერვებიდან იყო, მაგრამ ახლა ისინი აღარ არსებობს და მთლიანად ამოიწვა, როგორც უკრაინაში გაგზავნილი რუსული ჯავშან ტექნიკა. და რადგან ახლა ფრონტზე უფრო სუსტი ჯავშან ტექნიკაა, მხოლოდ დროის საკითხია, როდის დარჩება რუსეთი მხოლოდ იმ ჰაერის ამარა, რომელიც ახლა მის საცავებში ასფალტზეა დარჩენილი, როგორც პოტენციური ჩანაცვლება იმ ჯავშან ტექნიკისთვის, რომელსაც უკრაინა გაანადგურებს. ყველაფერი თითქოს ძალიან კარგად დაიწყო რუსეთისთვის. პუტინის ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისას რუსეთს ყველა მიმართულებით რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ანუ BMP-ს და ჯავშან ტრანსპორტიორების, ანუ BTR-ის მიმართულებით, რუსეთი უკრაინაში შევიდა ამ ტიპის 13842 ერთეული ტექნიკით. რუსეთისთვის უკრაინის ადვილად გადასათელად ეს სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით თუ კრემლის ვარაუდი გამართლებოდა, რომ უკრაინა გამოფიტვაზე ორიენტირებულ ომს აერჩევდა. ეს ვარაუდის შეცდომა აღმოჩნდა. უკრაინამ ასიმეტრიული სტრატეგიით უპასუხა, რაც რუსეთს ჯავშან ტექნიკის გამოყენებასაც კი ართულებს. ომის პირველ წლებში პუტინი მხოლოდ რუსულ სტრატეგიაზე იყო კონცენტრირებული. გაგზავნე უზარმაზარი რაოდენობის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშან ტრანსპორტიორები და უკრაინის თავდაცვა საბოლოოდ დაეცემა. ამის ნაცვლად, რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთის ჯავშან ტექნიკის მარაგი თითქმის მთლიანად განადგურდა და ის აღარ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ უკრაინის მიერ განადგურებული ტექნიკის ნაცვლად ახალი შეიტანოს. ციფრები რუსეთისთვის ძალიან მძიმეა, თუნდაც მხოლოდ დადასტურებული ტანკებისა და ჯავშან ტექნიკის დანაკარგებს თუ შევხედოთ. ეს მონაცემები მოდის ORIX-ისგან, რომელიც აწარმოებს რუსეთის სამხედრო დანაკარგების ცოცხალ მონიტორინგს და ითვლის მხოლოდ იმ იარაღს, რომლის დაკარგვის დამტკიცებაც შესაძლებელია ფოტოსურათებით ან ვიდეო მტკიცებულებებით, რომლებიც ხელმისაწვდომია ღია წყაროების სადაზვერვო საზოგადოებისთვის. მიუხედავად ამ თვით დაწესებული შეზღუდვისა, ORIX-ი აფიქსირებს, რომ რუსეთმა დაკარგა 4308 ტანკი და ასევე 8735 ჯავშან მანქანა და ქვეითთა საბრძოლო მანქანა.
მათთვის, ვინც სახლში აწარმოებს აღრიცხვას, თითქმის 9000 ჯავშან მანქანისა და კრეიტთა საბრძოლო მანქანის დაკარგვა შეადგენს დაახლოებით 2/3 იმ მთლიანი ავტოპარკისა, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გაგზავნა პუტინის თავდაპირველი შეჭრისას. ეს მხოლოდ დადასტურებული დანაკარგებია. მხოლოდ ორიქსის მონაცემებიც კი საკმარისია, რომ პუტინი ატიროს. მაგრამ თუ უკრაინას მოусმენთ, რუსეთს ბევრად მეტი ტანკი და ტექნიკა დაუკარგავს, რაც იმასაც ნიშნავს, რომ მან კიდევ უფრო მეტი ჯავშან ტექნიკის მარაგი ამოწურა, რაზეც ახლა ვისაუბრებთ. უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ 25 იანვრისთვის რუსეთის ტანკების დანაკარგი 11605-ს დაასახელა. რაც შეეხება ყველა ტიპის ჯავშან ტექნიკას, სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა 23950 ერთეული დაკარგა. ეს ძალიან დიდი რიცხვებია, მიუხედავად იმისა, რომელ წყაროსაც ენდობით. თუნდაც რეალური რიცხვები ამ ორ მაჩვენებელს შორის იყოს, რუსეთისთვის არაფერი იცვლება. ვლადიმერ პუტინს ახლა უწევს რეალობას შეეჯახოს. საბჭოთა ეპოქის დაჟანგებული ჯავშან ტექნიკის მარაგები, რომელსაც უკრაინაში აგზავნიდა და ამოიწურა, ხოლო რუსეთის წარმოება ამ დანაკლისის შესავსებად საკმარისი არ არის. ჩეხის სამხედრო ანალიტიკოსი იაკუბ იანოვსკი ამაზე საუბრობდა ერთ-ერთ პოსტში, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშან ტრანსპორტიორების ფლოტი ახლა თითქმის იგივეა, ან ოდნავ აღემატება იმ რაოდენობას, რაც რუსეთს ოპერაციულად ჰყავდა 2022 წლის შეჭრის დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზედაპირზე შეიძლება კარგამბად ჟღევდეს, ასეა მხოლოდ რუსეთისთვის, რადგან მან თავისი რეზერვები ამოწურა იმისთვის, რომ ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშან ტრანსპორტიორების რაოდენობა შეენარჩუნებინა. Euromaidan პრესის ცნობით, წლიური დანაკარგები 2400, ხოლო წარმოება 900 IF-ისა და APC-ს შეადგენს. ეს ტოვებს 1500 ერთეულის დეფიციტს და კლავაც ეს არის ორიქსის მონაცემებით და არა უკრაინისით, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ეს სხვაობა უნდა შეავსოს საბჭოთა დროინდელი ჯავშან ტექნიკის მარაგებიდან, რომლებიც მას უბრალოდ ავარ აქვს. აქსი დეტალურად ანაწილებს ციფრებს და ამომობს, რომ რუსეთი წელიწადში დაახლოებით 400-500 ახალ BMP-3 მუხლუხა, IF-ისა და BTR-82 ბორბლებიან APC-ს აწარმოებს. საუკეთესო შემთხვევაში ეს რუსეთს წელიწადში 1000 ახალ IF-ისა და APC-ს აძლევს. რეალურად კი ეს რიცხვი ალბათ უფრო 900-ს უახლოვდება. რაც შეეხება იმას, თუ რა დაუჯდა რუსეთს უკრაინის ომი ამ ტექნიკის მხრივ, რუსეთმა 300 ერთეულის დაკარგვა დაადასტურა. 3600 ერთეული 1960-იანი და 70-იანი წლების BMP-1 და BMP-2 IFV 2150 ერთეული ქვეყნის MTLB მუხლუხა ჯავშან მანქანა ასევე 70-იანი წლებიდან განადგურებულია. რუსეთის უფრო თანამედროვე ტექნიკასაც არ უმართლებს. უკრაინამ გაანადგურა 1900 ერთეული ახლახან ნახსენები BTR-82-დან და ასევე 880 ერთეული რუსეთის BMP-3-დან. საჰაერო სადესანტო ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMD-ც კი არ არის დაცული, რადგან უკრაინამ რუსეთის არმიას 700 დადასტურებული დანაკარგი მიაყენა. რუსეთისთვის ვითარება მძიმდება, როცა მის დარჩენ მარაგებს გადავხედოთ. აქ მნიშვნელოვანია ერთი სიტყვა, გამოსაყენებელი. AA-ის თანახმად 2022 წელს რუსეთს დაახლოებით 4900 გამოსაყენებელი საბჭოთა BMP-1 და BMP-2 ჰქონდა მარაგში. ახლა საწყობში ამ მანქანებიდან მხოლოდ 1100 ერთეულია დარჩენილი. MTLB-ების რაოდენობა ცუდია, რადგან რუსეთმა ისინი 3600-დან 530-მდე შეამცირა. BTR-82-ები, რომლებიც საწყობში 1400 იყო, ახლა აღარ არის. ამიტომ უკრაინაში შესული ყველა BTR-82 ახლა წარმოებულია, ხოლო წარმოება მოთხოვნას ვერ ასწრებს. რუსეთს უკრაინაში შეჭრის დაწყები დაწყებიდან 460 BMD-დან მხოლოდ 120 დარჩა. ასე ამახვილეთ ყურადღება სიტყვა გამოყენებაზე. რუსეთს რეალურად უფრო მეტი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშან მანქანა აქვს საწყობში, ვიდრე ეს რიცხვებია. თუმცა ამ ლპობადი საბჭოთა მანქანების უმეტესობა ისეთ საშინელ მდგომარეობაშია, რომ რუსეთს საუკეთესო გამოსავალია, მათგან სათადარიგო ნაწილები აიღოს, რათა შეცვალოს ის მცირე რიცხოვანი მანქანები, რომლებიც ჯერ კიდევ შეიძლება გამოსაყენებელი იყოს. ეს ლპობადი მარაგები მაინც არ არის შესაკეთებელი გონივრ უფასად. უკეთესია ის ფული, რაც ამ უსარგებლო მანქანების შეკეთებაში შეიძლება დაიხარჯოს, ახალი მანქანების წარმარმოებაში ჩაიდოს. და ჩვენ უკვე ვნახეთ, რა შეზღუდვები აქვს რუსეთს ამ მიმართულებით. საბოლოო ჯამში რუსეთს საწყობში 1800 გამოყენებადი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშან მანქანა აქვს, რომელთაგან ბევრს შეკეთება სჭირდება. ამის გარდა რუსეთი ყოველწლიურად დაახლოებით 900 მანქანას აწარმოებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს 1800 მანქანა ერთჯერადი რესურსია, როცა ისინი ამოიწურება, აღარ იქნება. რუსეთმა ყოველწლიურად დაკარგა 2250-დან 5990-მდე ჯავშან ტექნიკა უკრაინის ომის განმავლობაში. იმის მიხედვით, რომელ მონაცემებს გამოიყენებთ, ორიქსის თუ უკრაინის ფინანსთა სამინისტროს. მათემატიკური გენიოსი არ უნდა იყო, რომ დაინახო. ეს ყველაფერი ერთმანეთს არ ემთხვევა. რუსეთს თუ ყველაფერს გამოიყენებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშან მანქანების მარაგი მხოლოდ 1 წელზე ეყოფა, სანამ ვეღარ შეავსებს დანაკარგს. მაშინ ამ მანქანების რაოდენობა უკრაინაში შემცირდება, რაც გავლენას მოახდენს რუსეთის მიერ ტერიტორიის აღებაზე. ამ თემას მოგვიანებით დაუბრუნდებით. პირველ რიგში ყველა ეს პრობლემა, რომელსაც ხედავთ რუსეთის ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშან მანქანებთან დაკავშირებით, ასევე არსებობს მისი ტანკების მარაგებშიც.
ჩვენ უკვე გაგიზიარეთ ორიქსისა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემები რუსეთის ტანკების დანაკარგებზე. ორიქსის მიხედვით დადასტურებულია 4308, ხოლო უკრაინის მტკიცებით 11605. 2025 წლის ოქტომბერში უკრაინის ახალი ხმა იუწებოდა, რომ რუსეთს ამოწურული ჰქონდა ტანკების არსებული მარაგები, თუმცა მას ჯერ კიდევ ჰქონდა 3000 კორპუსი, რომლებიც თეორიულად შეიძლებოდა აღდგენილიყო. ეს მცირეა, განსაკუთრებით თუ უკრაინა მართალია რუსეთის ტანკების დანაკარგებში. ეს სავარაუდოდ 1 წლის მარაგი ძველი საბჭოთა ტანკებისა, რომელიც უკრაინის დრონებისთვის ადვილი ნადავლია. და როგორც აქსი ამბობს, საწყობში არსებული გამოსაყენებელი ტანკების რაოდენობა შეიძლება რეალურად მხოლოდ 1030-ში ადგენდეს. Defense Express-მა ნოემბერში თქვა, რომ რუსეთი წელიწადში 250 T-90M-ს და 150 T-80 BVM-ს აწარმოებს, რაც ყველა დანაკარგის ასანაზღაურებლად საკმარისი არ არის. სადაც არ უნდა შეხედოთ, რუსეთის ჯავშან ტექნიკა ინგრევა. დაახლოებით 1 წელიწადში რუსეთს მარაგებში აღარაფერი დარჩება, რაც ნიშნავს, რომ მას მოუწევს დაეყრდნოს საწარმო ობიექტებს, რომლებიც საერთოდ ვერ ასწრებენ იმ მასშტაბის ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშან ტრანსპორტიორების და ტანკების დანაკარგების ანაზღაურის ანაზღაურებას, რასაც რუსეთი უკრაინაში განიცდის. ასეთ თემებს ვაშუქებთ სამხედრო შოუში. კიდევ ბევრია მსგავსი ნაკლებად გაშუქებული სტატისტიკებიდან. ასე რომ თუ თქვენთვის ღირებულია The Military Show და გსურთ მეტი იხილოთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერ. რამდენიმე წუთის წინ ვახსენეთ თემა, რაზეც ვიდეოში მოგვიანებით ვისაუბრებთ. თუნდაც რუსეთმა ჯადოსნურად შეავსოს საბჭოთა ჯავშან ტექნიკის მარაგები, ან გაზარდოს წარმოება წელიწადში რამდენიმე ათასამდე, ეს დიდი ალბათობით პროგრესზე ძლიერ არ იმოქმედებს. ამის მიზეზი მარტივია. ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშან მანქანებისა და ტანკების ფლობა ბევრს არ ნიშნავს, როცა უკრაინის ასიმეტრიული ტაქტიკა რუსეთს მათი გამოყენების შესაძლებლობას თითქმის ართმევს. აქსი ამაზე წერს თავის სტატიაში, Euromaidan Press-ში. ტექნიკის ქაღალდზე არსებობა არ ნიშნავს, რომ რუსეთს მათი გამოყენება შეუძლია. უკრაინული ნაღმები, დრონები და არტილერია მექანიზებულ შეტევებს თვითმკვლელურად აქცევს. ის მართალია, რუსეთის ჯარისკაცები სულ უფრო ნაკლებად ენდობიან იმ ჯავშანს, რომელსაც კრემლი მათ აწვდის, თუ საერთოდ იღებენ ასეთ ჯავშანს. United 24 მედია ივნისში წერდა, რომ რუსეთის ბევრ ჯავშან მანქანაში ცეცხლის ძალას უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე ჯარისკაცების დაცვას. ის მაგალითად ასახელებს ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP-3-ს, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. ამ ქვეითთა საბრძოლო მანქანას აქვს 100-მიანი მთავარი ქვემეხი და 30-მიანი მთავარი იარაღი, რომლებიც ორივე საკმაოდ ძლიერი იარაღია, იმ შემთხვევაში, თუ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც მართავენ მანქანას, შეძლებენ უკრაინის ჯარისკაცებთან მიახლოებას, მაგრამ ხშირად ეს შეუძლებელია. მისი ჯავშანი ძალიან თხელია იმისთვის, რომ გაუძლოს უკრაინის ნაღმების აფეთქებებს და განსაკუთრებით მის FPV დრონებს, რომლებიც პირველი პირის ხედვით იმართება. რუსეთის მრავალ ჯავშან ტექნიკასაც ასე აქვს. BMP-2-ის გვერდით და უკან თხელი ჯავშანი აქვს. მძიმე ტყვიამფრქვევითაც კი იხვრიტება. წინა ჯავშანი მხოლოდ 16 მ-ია. ეს ნაკლებია 1 ინჩზე, თუმცა ზომას მნიშვნელობა აქვს, როცა კამიკაძე დრონი მოდის. BTR-80 კიდევ უფრო უარესია, რადგან მის გვერდით ჯავშანს მხოლოდ 7 მ-სისქე აქვს და მძიმე ტყვიამფრქვევი 500 მეტრიდან, ანუ დაახლოებით 1640 ფუტიდანაც კი გაარღვევს. წარმოიდგინე, რომ რუსი ჯარისკაცი ხარ და მეთაური შენ და შენს თანამებრძოლებს გეუგნებათ, ერთ-ერთ ამ მანქანაში ჩასხდეთ და უკრაინულ პოზიციას შევდიოთ. იმ პოზიციიდან მილებით შორს ხარ და იქ უზარმაზარი სასიკვდილო ზონა გელოდება. სავსე ნაღმებით, დრონებით და შესაძლოა უკრაინული დანაყოფების ჩასაფრებულნი არიან ვიწრო ადგილებში. გარისკავ რომ გაიარო სასიკვდილო ზონაში ეგრეთ წოდებული ჯავშან მანქანით, რომელიც შეიძლება ქაღალდის მსგავსად დაიფლიტოს თითქმის ნებისმიერი იარაღით, რაც სტანდარტულ თოპზე ძლიერია. რა თქმა უნდა არა. ალბათ ფეხით წასვლას ამჯობინებდი და მალე გაიგებ, რატომ არც ეგ გამოვა. ჩვენ უკვე შევეხეთ იმ ზიანს, რაც უკრაინის FPV დრონებს შეუძლიათ მიატენონ. და ისინი ყველაზე დიდ ბარიერად იქცნენ რუსეთისთვის, რომ გამოიყენოს დარჩენილი რამდენიმე ჯავშან მანქანა და ტანკი რაიმე მნიშვნელოვნად. ბოლო რამდენიმე დღის რამდენიმე შემთხვევა საკმარისია საილუსტრაციოდ. 25 იანვარს უკრაინფორმა გაავრცელა, რომ უკრაინის უპილოტო სისტემებმა 24 საათში 2 ტანკი და 29 მანქანა გაანადგურეს. იმავე დღეს Defense Express-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ბომბავენ უკრაინის FPV დრონები რუსულ კუს ტანკს და ანადგურებენ მას. კუს ტანკები რუსეთის მცდელობაა გაუმკლავდეს იმ პრობლემას, რომ მისი ტანკების უმეტესობა საბჭოთა ეპოქისაა. ეს არ არის სპეციალური ტიპის ტანკები. T-72 და T-72 ტანკებს ხშირად უმაგრებენ თვითნაკეთ ჯავშანს, რაც ამძიმებს და ართულებს მართვას, მაგრამ მხოლოდ მცირე დაცვას აძლევს დრონებისგან და უმეტესად არ მუშაობს. უკრაინას უბრალოდ კიდევ რამდენიმე FPV დრონის გაგზავნა სჭირდება, რომ ასეთი ტანკი გაანადგუროს. სასოწარკვეთა რუსეთის ერთადერთ თავდაცვით ფორმად იქცა, რასაც ხედავთ მის ჯავშნის ალტერნატივებში უკრაინაში. Access twin რუსულმა პოლკებმა შაშან ჯავშან ტექნიკა უმეტესად გააჩერეს და შეტევაზე ფეხით, მოტოციკლებით ან ცხენებით გადიოდნენ. სუბუქ და პატარა ტრანსპორტს უფრო მეტი შანსი აქვს ზემოდან დაკვირვება აიცილოს.
რა თქმა უნდა, თავის არიდების უკეთესი შანსი 100%-ს adნიშნავს. სულაც არა. რუსეთის მხედრები შეიძლება ცდილობენ თავიანთი შუა საუკუნეების წინაპრების სულების გამოძახებას, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როცა უკრაინის დრონები მათ პოულობენ და ესხმიან თავს. რუსეთი ცდილობს ეს უკიდურესად სასოწარკვეთილი ტაქტიკა, ბრავადოსა და მამაცებისადმი პატივისცემის ნიღბით დამალოს და თითქოს ცხენებზე დაღუპული ჯარისკაცები ისე არ არიან შეშინებულები, რომ უხარიათ ყავისფერი შარვლების დარება. 7 იანვარს Forbes-მა ისიც კი აღნიშნა, რომ რუსული მედია შეეცადა შეექო იმ ჯარისკაცების ეგრეთ წოდებული გამომგონებლობა, რომლებიც უკრაინის თავდაცვაზე შეტევას ცხენებით ცდილობდნენ. ეს ერთ-ერთი გზაა რეალური ამბის ალტერნატიული ვერსიის შესაქმნელად, რომელიც ასეთია. რუსეთის ლპობადი ჯავშან ტექნიკა იმდენად სარგებლოა, რომ მის ჯარისკაცებს შეიძლება ახლა უფრო მეტი შანსი ჰქონდეთ ბრძოლაში წარმატების მიღწევის, თუ ცხენით შევლენ ბრძოლაში. ის ფაქტი, რომ კავალერიის ეს შეტევები ასე ხშირად ნადგურდება, პუტინისთვის შეიძლება ბევრს არნიშნავდეს. მას და კრემლს ეს შეიძლება უხაროდეთ კიდეც. All შემთხვევაში ცხენზე ამხედრებულ დაღუპულ ჯარისკაცს არ დაუკარგავს ის ჯავშან ტექნიკა, რომლის დაკარგვის ფუფუნებაც რუსეთს აღარ აქვს. ცხენები ჯავშან ტექნიკის რეალურ ალტერნატივას ნამდვილად ვერ წარმოადგენენ. და ამას მივყავართ რუსეთის კიდევ ერთ მთავარ პრობლემამდე, რომელიც უკვე ვახსენეთ. უკრაინის თავდაცვის რეალური გარღვევა შეუძლებელია იმ ჯავშან ტექნიკისა და ტანკების გარეშე, რომლებიც რუსეთმა უკვე გაანიავა. რეალურ გარღვევებს გულისხმობთ, როცა ისინი ლოგოკინაზე სწრაფად ხდება და რუსეთის 10,000-ობით ჯარისკაცის დაკარგვა არ ხდება. აქ კარგად ამბობს. ჯავშან ტექნიკა კვლავ რჩება საუკეთესო საშუალებად მტრის თავდაცვაში გაჩენილი ხვრელის სწრაფად გამოყენებისთვის. ის ფაქტი, რომ რუსეთს მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება არ შეუძლია, ნიშნავს იმას, რომ თუ უკრაინის თავდაცვა მთლიანად არ დაიშლება, კრემლს გარღვევის არანაირი გზა არ აქვს. რუსეთმა უკრაინის თავდაცვაზე მცირე კრეითი დანაყოფებით დაიწყო შეტევა, სადაც ჯარისკაცები ფეხით ცდილობენ თითოეულ ჯერზე 1 კილომეტრზე ან ნაკლებზე წინსვლას. თუ ვივარაუდებთ, რომ რაიმე წარმატება საერთოდ არის, მოსაოდნელი შედეგია ის, რომ რუსეთი უზარმაზარი სიჩქარით კარგავს ჯარისკაცებს, კაცებს. ომის შესწავლის ინსტიტუტმა, ანუ ISW-მ, ეს ფაქტი 31 დეკემბრის ანგარიში განსაკუთრებით გამოყო, რომელიც რუსეთის უკრაინაში კამპანიას ეხებოდა. ISW-ის ინფორმაციით რუსეთმა 2025 წელს 5304 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 3295 კვადრატული მილი ტერიტორია დაიკავა. ეს რიცხვით შეცდომაში შემყვანია, რადგან 473 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 293 კვადრატული მილი, წარმოადგენს ტერიტორიას, რომელიც რუსეთმა უკრაინიდან კურსკში დაიბრუნა და არა უკრაინაში დაიკავა. ამ ტერიტორიის სანაცვლოდ რუსეთმა დაკარგა 416,507 დაკარგული ჯარისკაცები. ეს ნიშნავს, რომ უკრაინასა და კურსკში მოპოვებული თითოეული კვადრატული კილომეტრისთვის რუსეთმა საშუალოდ 78 ადამიანი დაკარგა, რაც კრემლისთვის რეალურ პრობლემას წარმოადგენს. რუსეთმა უბრალოდ ჯავშან ტექნიკის დაკარგვა ჯარისკაცების დაკარგვით ჩაანაცვლა. ორივე რესურსი შეზღუდულია. მედიაზონა 30 დეკემბრის ანგარიში წერს, რომ რუსეთისთვის 2025 წელი იმაზე უარესი იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რუსეთი ამტკიცებს, რომ მისი სამხედრო ძალა იზრდება და უკრაინას გადაუარავს, თუმცა მისი არმია ასაკოვანი მოხალისეებისგან შედგება, რომლებსაც ომში აგზავნიან და უკრაინის თავდაცვისთვის ფაქტობრივად მხოლოდ საზარბაზნე ხორცს წარმოადგენენ. მედიაზონა იუთვება, რომ რუსეთმა ოფიციალურად შეცვალა სტრატეგია და ახლა ტექნიკას ზოგავს, ხოლო ადამიანებს ხარჯავს. რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მისი მარაგები ისეთივე მცირეა, როგორც აქ ამტკიცებს. რაც შეეხება ასაკოვანი მამაკაცების საკითხს, მედიაზონას მონაცემები, რომელიც მხოლოდ ნეკროლოგებითა და ოფიციალური ცნობებით დადასტურებულ რუსეთის დანაკარგებს მოიცავს, მიუთითებს, რომ რუსი დაუპულების საშუალო ასაკი 50 წლისკენ მიიწევს. 2025 წელს სიკვდილის ყველაზე ხშირი ასაკი 46-დან 52 წლამდეა დაფიქსირებული. როგორც ჩანს, შუახნის მამაკაცების გაგზავნა იმ საქმის გასაკეთებლად, რასაც ჯავშან ტექნიკა და ტანკები ვერ ახერხებენ, პუტინისთვის დიდად არ ამართლებს. რუსეთმა ეს ფაქტი აღიარა. Forbes-ის მიხედვით, რუსეთი ახალი ტანკის ტაქტიკებით ექსპერიმენტებს ატარებს, რომლებიც მათი აზრით უფრო წარმატებული იქნება. ეხლა რუსეთი 2 ტანკს მცირე დრონების ფლოტთან აერთიანებს. დრონები კოორდინაციას უწევენ ცეცხლს და ტანკებს სივრცით აღქმას აძლევენ. ტანკები კი პოზიციებს ცვლიან, რომ მტევს გაუხსნან ცეცხლი და სტატიკურ სამიზნედ არ იქცნენ. რუსეთს ჯერ ვერ გადაუწყვეტია უკრაინის დრონების ოპერატორების პრობლემა, რადგან ისინი ტანკის სროლის რადიუსის მიღმა არიან და FPV დრონებს შეუძლიათ ტანკებზე შეტევა და განადგურება მანამ, სანამ ტანკები უკრაინულ პოზიციებს მიუახლოვდებიან. და თუ ტანკის ეკიპაჟს საკმარისი მარაგი არ აქვს, მაგალითად საკვები, საწვავი ან საბრძოლო მასალა, მაშინ მათ ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლიათ. რუსეთი ცდილობს ადაპტაციას, თუმცა ეს გვიან და მცირე მასშტაბით ხდება. ეს არ ცვლის დაკარგულ საბრძოლო მანქანებისა და ჯავშან მანქანების რაოდენობას. Forbes-ის თქმით, რუსეთი ზრდის ზეწოლას გადაწყვეტ ლოგისტიკაზე, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ახალი სტრატეგია თავიდანვე განძირულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები ცუდია რუსეთისთვის, რომელიც უკრაინაში წარმატებას ჯავშან ტექნიკის დაკარგვის გარეშე ცდილობს, მომავალშიც პრობლემები იქნება. რუსეთი ცდილობს ძლიერი არმია შექმნას ნატოს წინააღმდეგ, მაგრამ დანაკარგების გამო ამას ვერ ახერხებს.
კრემლში შიში ნელ-ნელა იზრდება, რადგან იციან, რომ არსებობს ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც პუტინის გეგმებს საფრთხეს უქმნის. This is the story of Ukraine's scaled-down kill zone strategy and how it's breaking Russia's front line from within. Let's jump straight in, starting with a single number that directly showcases Ukraine's massive success, 1.45%. That's how much Ukrainian territory has been captured between 2023 and 2025. At the same time, Russia has been estimated to have suffered around 1.2 million casualties, including deaths and severe injuries. The equipment losses are equally as catastrophic, with over 16,100 armored vehicles. And the country's financial toll has resulted in Russian President Vladimir Putin announcing that it would need to cut military spending for 2026, the first time in 10 years, all in the middle of an active military conflict. Think about that for a moment. Russia has basically ruined itself, and all it got was less than 2% of Ukraine's territory. In 2023, Russian forces managed to capture a meager 188 square miles. The year 2024 saw better results, with about 1,500 square miles seized, but that still amounts to less than 1% of Ukraine's total territory. By 2025, Russia's advances had slowed to a crawl, sometimes averaging just 150 to 400 feet per day in key sectors like Kupiansk and Pokrovsk. To put this in perspective, that's slower than the Allied advance during the Battle of the Somme in World War I, which was one of history's most infamous examples of attritional grinding. And at the heart of Russia's inability to break through lies Ukraine's revolutionary kill zone strategy, a defensive concept that's fundamentally transformed how modern war is fought. But to understand why this strategy is so devastating, we need to look at how it differs from every major war of the 20th century. During World War I, trenches dominated the battlefield. Soldiers dug in, artillery pounded positions for days, and then infantry went over the top into no man's land, hoping to overwhelm enemy positions through sheer numbers. The kill zone was defined by machine gun range, which was maybe a few hundred yards of open ground where attackers were vulnerable. If you made it across that deadly space, you had a chance. World War II brought mobility back to warfare. Blitzkrieg tactics used combined arms, including early tanks, aircraft, and mechanized infantry to punch through defensive lines and exploit breakthroughs. The kill zone became more dynamic, but it was still measured in miles, up to a few of them. Air superiority mattered, but close air support required dedicated aircraft missions and forward air controllers. Even during the Cold War, when NATO and the Warsaw Pact faced off across Central Europe, defensive planning centered on layered positions. Both sides made concrete bunkers, tank obstacles, and minefields, all designed to channel enemy armor into predetermined kill zones where anti-tank weapons can engage them. These were static, carefully planned defensive belts. Ukraine's kill zone strategy went in a completely different direction. Today's kill zone isn't a fixed line on a map or a few hundred meters of open ground. It's a 15 to 25 mile deep zone of constant, omnipresent death that can strike anywhere, anytime, with almost perfect precision. And it's all thanks to the most disruptive military technology since the machine gun: drones. Think about the economics of aerial warfare in the 20th century. During World War II, launching a bombing raid required building massive bombers costing millions of dollars, training crews for months, organizing complex missions with dozens or hundreds of aircraft, and accepting that many wouldn't return. A single strategic bombing mission might involve thousands of personnel and tens of millions in equipment. Fast forward to today, a Ukrainian soldier sitting in a concealed dugout can launch a $400 FPV drone, guide it 15 miles across the battlefield, and destroy a Russian tank worth $3 million. The entire process takes minutes. But more importantly, the operation has minimal staffing requirements. You don't need a flight crew, a massive logistics operation, or an elaborate mission plan to pull it all off. All it takes is one drone and a better than average drone operator with up-to-date battlefield intel and fast reflexes. The ubiquity of these drones has made traditional trench warfare tactics completely obsolete.
The late 20th century Soviet doctrine, which both Russia and Ukraine inherited, emphasized concentration of forces in large, heavily fortified strongpoints. The thinking was simple: mass your troops and equipment in well-defended positions, and you can hold out against artillery and armor assaults. But drones changed everything. By 2023, those concentrated positions became death traps. Wide trenches that once protected soldiers from artillery have now become easy targets for FPV drones. Large platoon-sized dugouts that seemed impregnable became mass graves when a single grenade-carrying drone could strike them with near-perfect accuracy. And the zone has actually expanded. Remember that 15 to 25-mile zone from earlier? Well, the International Center for Defense and Security noted that the kill zone started at around 3 to 5 miles out and then slowly grew as technology and equipment improved. More importantly for Ukraine, it recognized this shift faster than Russia and completely redesigned its defensive strategy. Instead of predetermined fortifications and static defensive lines like the French Maginot Line or Germany's Atlantic Wall, Ukraine built a shifting adaptive front line that maximizes the lethality of drone warfare while minimizing vulnerability. Here's how it works in practice. Ukraine's new fortification system spans over 1,200 miles across Donetsk, Kharkiv, and Dnipropetrovsk regions. But calling it a line is misleading. It's more accurate to think of it as a layered network of kill zones. The first layer consists of anti-tank and anti-personnel mines, networks of thin metal wires called Plutanka that slow infantry movement, and anti-tank ditches with barbed wire at the bottom to prevent soldiers from using them for cover. Then come the Dragon's Teeth, which are concrete tetrahedra connected by thick metal cables and wrapped in multiple rows of barbed wire. All of these obstacles are designed not to stop Russian forces, but to slow them down and channel them into predetermined corridors. And that's where the real killing begins. Behind these obstacles, Ukraine has deployed a dense network of micro-fortifications. These are small, camouflaged positions that house drone operators in groups of just a few soldiers. They're also dispersed, often housing just one soldier to serve as the lookout or operator. But each is equipped with multiple types of drones that can cover ranges of up to 15 miles. This dispersion is critical. In traditional warfare, finding and destroying a command post or artillery position could cripple an entire sector. But when your defensive network consists of hundreds of small, independent cells, each capable of calling in strikes across vast distances, there's no single point of failure. Russia can destroy one position in one day, 2 positions the next, maybe a dozen positions over the course of a week. It ultimately doesn't matter. As the network adapts, other cells take over, and the kill zone remains lethal. The ability to monitor this shifting front line comes from Ukraine's sophisticated drone reconnaissance network. Unlike 20th century warfare, where intelligence gathering required high-altitude aircraft or satellites, Ukrainian forces can maintain constant surveillance using cheap commercial drones. As one Ukrainian operator explained, fiber optic drones can film from half a meter above the ground, making it far easier to spot targets than the 300 to 600 meter altitude required for fixed-wing systems. This constant surveillance enables Ukraine's most revolutionary tactical shift: hit-and-run mobile warfare supported by ground robots. This is where Ukraine has truly leapfrogged traditional military thinking and potentially every other military in the world. By the end of 2025, Ukraine is poised to deploy 15,000 unmanned ground vehicles. Think about what that means. These aren't just remote-controlled toys. They're sophisticated robotic platforms that can carry up to 660 pounds of ammunition or supplies, evacuate wounded soldiers under fire, plant mines, deliver explosive payloads to fortified positions, or even mount machine guns for suppressive fire. The impact on Ukrainian tactics has been profound. In December 2024, Ukrainian forces conducted the world's first fully unmanned assault on Russian positions using only ground robots and FPV drones, with no human infantry involved in the direct assault. By July 2025, Ukrainian forces captured Russian troops without deploying any infantry whatsoever, relying entirely on drones and ground-based robotic systems.
This creates an artificial presence on the battlefield without risking actual human troops. Instead of sending soldiers into the kill zone to hold positions or conduct assaults, Ukraine can deploy robots that move supplies, screen areas for threats, and engage targets while human operators remain safely in concealed positions kilometers away. When Russia destroys one of these robots, Ukraine loses equipment, not lives. The mathematics of attrition shifts dramatically in Ukraine's favor. But here's what makes Ukraine's strategy truly genius: the speed of innovation. In modern warfare, technological advantage is measured not in years or even months, but in weeks. Russia introduced fiber optic drones in the spring of 2024, and they immediately made headlines as the next unbeatable weapon. Unlike traditional radio-controlled drones, fiber optic drones trail a thin cable as they fly, connecting them directly to their operator. This makes them immune to electronic warfare jamming and provides crystal clear video feeds right up to impact. Military analysts worldwide considered it a potentially game-changing adaptation of going back to analog designs that would give Russia a decisive edge. Ukraine responded by capturing Russian fiber optic drones, reverse engineering them, identifying their weaknesses, and building better versions within months. By summer 2024, Ukrainian companies like 3D Tech have started developing their own fiber optic drones. But they didn't just copy the Russian designs, they improved them dramatically. Ukrainian engineers replaced Russia's heavy frames with lightweight carbon fiber, dramatically improved the spool design to reduce drag and friction, optimized weight distribution for better flight characteristics, and developed systems that could reach 15 to 25 miles away, far exceeding Russian capabilities at the time. Notably, this range coincided with the development of the kill zone as we see it today. The Ukrainian fiber optic drones became lighter, faster, and more reliable, and could hit targets at longer ranges than their Russian counterparts. What's more, Ukraine built a massive domestic production capacity, with over 200 companies now working on drone development and dozens of models approved for military use. This decentralized competitive ecosystem ensures constant innovation as companies race to develop better, cheaper, more effective systems. This pattern repeats across every domain of the war. Russia develops a new tactic or technology. Ukraine analyzes it, adapts it, and deploys an improved version faster than Russia can scale up production. It's an innovation cycle that would make Silicon Valley jealous, except the feedback loop happens on an active battlefield where lessons are measured in lives saved or lost. And this is where Ukraine's kill zone strategy becomes something far bigger than just one country's defensive tactics. It's reshaping global military thinking and potentially redefining Western defense strategies for decades to come. NATO members are now openly acknowledging that they need to learn from Ukraine and not the other way around. Danish Prime Minister Mette Frederiksen stated it bluntly. The only expert right now in the world when it comes to anti-drone capacities is Ukraine, because they're fighting the Russian drones almost every day. We need to take all the experiences, all the new technology, all the innovation from Ukraine and incorporate it into our own rearmament. Polish Foreign Minister Radosław Sikorski echoed this sentiment even more directly. It's the Ukrainians who'll be training us on how to stand up to Russia, not the other way around. This represents a fundamental inversion of the traditional relationship between NATO and Ukraine. For decades, NATO tried to bring Ukraine up to alliance standards through training programs and military reforms. Now, after 3 years of the most intense drone warfare in history, NATO countries are going to school on Ukrainian tactics. In September 2025, following Russian drone incursions into Polish airspace, Poland and Ukraine announced plans for Ukraine to provide anti-drone training in Poland. Britain is mass-producing interceptor drones developed in collaboration with Ukraine. Romania has unveiled plans to manufacture drones in partnership with Ukrainian companies for domestic use and potential export to NATO allies. Even the United States, the world's preeminent military power, is reportedly negotiating a landmark deal to acquire battle-tested Ukrainian drone technology. NATO established the Joint Analysis Training and Education Center in Poland, specifically to leverage real-time lessons from the Ukrainian conflict.
The alliance is fundamentally rethinking its air defense doctrine to focus on swarms of cheap attack drones rather than expensive missiles and fighter jets. The previous method of deploying a $4 million Patriot missile or an F-35 sortie to shoot down a $400 drone is simply economically unsustainable. The broader implications are staggering. Ukraine has demonstrated that smaller nations can challenge larger adversaries in key military technologies if they move faster, innovate constantly, and integrate the private sector into their defense strategy. The traditional Western model of defense procurement, which takes years or even decades to field new systems through rigid bureaucratic processes, has been completely outpaced by Ukraine's battle-driven development cycle that measures improvements in weeks. Former Ukrainian Commander-in-Chief Valery Zaluzhny predicted that future wars would be won by countries that focus their resources on drones, electronic warfare, and artificial intelligence. The Russia-Ukraine war has become the world's largest live-fire testing ground for these technologies, and every military power is watching closely and adapting its doctrines based on Ukrainian innovations. Even China is studying how cheap unmanned systems can challenge expensive traditional forces. Taiwan is examining how drone wars can defend against amphibious invasions. Israel is analyzing how robotic systems can reduce casualties in urban warfare. The lessons from Ukraine's kill zone strategy are spreading globally, potentially reshaping how every nation thinks about defense. But perhaps the most important lesson is this: technological superiority in modern warfare is temporary and fragile. What matters isn't having the best equipment at the start of a conflict, but the ability to adapt faster than your enemy, to innovate under pressure, to fail quickly and learn faster, and to create a whole-of-society approach that harnesses civilian innovation for military purposes. Ukraine's kill zone strategy works not because Ukrainian drones are necessarily better than Russian ones on a one-to-one basis, but because Ukraine has built an entire military-industry ecosystem. The concentration of independent companies pooling their data, resources, and getting feedback in practically real time from actual combat situations means that they can iterate and improve faster than Russia's centralized bureaucratic defense industrial complex. Every day, Ukrainian engineers receive feedback from frontline operators about what works and what doesn't. Every week, new modifications appear on drones in the field. Every month, new capabilities emerge that weren't possible the month before. This creates a compounding advantage that grows over time, even as Russia tries desperately to keep pace. Russia is learning that you can't brute force your way through a modern kill zone. You can't overwhelm it with artillery when drones spot your guns and strike them before they can relocate. You can't use massed armor when every tank that enters the zone faces dozens of FPV drones. You can't rely on electronic warfare when fiber optic drones are immune to jamming. You can't even safely resupply your frontline troops when logistics routes extending 20 kilometers behind the line are under constant surveillance and attack. The kill zone strategy has essentially turned the entire concept of offensive warfare on its head. In traditional military thinking, the offensive has the initiative. They choose when and where to attack, forcing the defender to spread forces to cover all possible approaches. But in drone-saturated warfare, the defender has perfect awareness of the battlefield and can concentrate overwhelming firepower on any point instantly without moving a single soldier. This is Ukraine's genius, turning Russia's own preferred tactics into strategic liabilities. Russia excels at wars of attrition, at throwing massive resources at problems until they crack. But what happens when every soldier, every tank, every artillery piece you commit to the offensive enters a kill zone where it faces not opposing infantry, but an omnipresent network of autonomous weapons that can strike from any direction at any time? You get exactly what we've seen over the past 3 years, the slowest, most costly offensive in modern military history, where Russia trades 1 million casualties for a percentage of territory, where generals send wave after wave of troops into what they themselves call the meat grinder, where the economic cost of the war is draining Russia's reserves, while Ukraine's defensive strategy requires a fraction of the resources. And here's the truly terrifying part for Russia. This kill zone advantage isn't static, it's growing. Every month, Ukrainian drones might get better, cheaper, and more numerous,
Every month, more ground robots joined the battlefield, reducing the need for human infantry. Every month, more countries share technology and tactics with Ukraine, while Russia becomes increasingly isolated. Ukraine started by having practically no drone industry, only to end up building over 5 million drones in 2025. And Russia knows this. That's why the Kremlin is actively pushing for negotiations that would freeze the conflict and give them the territory they failed to conquer militarily. They understand that time is not on their side, that every month Ukraine's defensive advantages grow while Russia's offensive capacity erodes. Remember, Russia started this war with roughly 900,000 active troops. They've now suffered 1.2 million casualties. They've essentially cycled through their entire pre-war military and had to recruit, mobilize or coerce a completely new army and then some. And this new army is increasingly made up of the desperate, the highly motivated, or those with ulterior motives, up to and including Ukrainian resistant agents who deliberately infiltrate Russian forces to sabotage operations from within. Russia's defense budget for 2025 reached an astounding 40% of government spending, figures not seen since the height of the Cold War. Yet, despite this massive investment, Russia's military-industrial complex has practically collapsed as an export industry. Everything Russia produces must be kept domestically, creating an economic death spiral where military production consumes ever larger portions of GDP without generating revenue. Meanwhile, that same military production relies on railways to transport equipment to the front line. Those same railways are increasingly targeted by Ukrainian sabotage operations. Tanks and ammunition sit in storage, useless to the front, because the trains can't safely deliver them. And even when equipment reaches the front lines, it enters the kill zone where drones await. This is the culmination of Ukraine's strategy, a defensive system that actively degrades Russia's capacity to wage war by imposing unsustainable costs on every offensive operation. It's attrition warfare flipped on its head, where the numerically smaller defender inflicts disproportionate losses on the supposedly superior attacker. And the world is taking notice. If Ukraine can hold off a nuclear superpower for 3 years and counting through technological innovation and adaptive tactics, future conflicts are going to look a lot different from what we've seen before 2022. რამდენჯერ შეძლებს რუსეთი ახალი არმიის შექმნას დაღუპულების შესაცვლელად? უკრაინამ ეს კითხვა არაერთხელ დასვა, რადგან რუსი ჯარისკაცების დაუსრულებელი ნაკადი, რომლებიც უკრაინის თავდაცვას ეჯახებიან და იღუპებიან, ამთავრდება. დასასრული ახლოსაა. ეხლა გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, რადგან პუტინის ცოცხალი ძალის კრიზისი მძაფრდება. ისტორიული დანაკარგების გამო ძალების ამოწურვის ვარზე მყოფი რუსეთი საბოლოოდ ცდილობს თავისი დაღუპულების ჩანაცვლებას. და ეს განცხადება თავად ნატოს გენერალურ მდივნის მარკ რუტესგან მოდის. რუტეს თქმით, რუსეთის ყოველთვიური დანაკარგები, რომლებიც მისივე მტკიცებით 25,000 ჯარისკაცს აღწევს და შესაძლოა კიდევ უფრო მეტიც იყოს, დაუძლეველი. რუტემ ბრიუსელში გლობალური ევროპის კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსები დიდი რაოდენობით კარგავენ ჯარისკაცებს უკრაინით-რაინული თავდაცვის გამო, როგორც ბიზნეს ინსაიდერმა გაავრცელა. 14 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ რუტემ განმარტა. მის მიერ დასახელებული მაღალი რიცხვები რუსეთის დანაკარგების კი არა, ქვეყნის სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო. მე არ გულისხმობ სერიოზულად დაჭრილებს, არამედ მოკლულებს, განაცხადა რუტემ და დაამატა. ეხლა ისინი ამ რაოდენობას ან მეც ერთ თვეში კარგავენ. ასე რომ ეს მათთვისაც არ ამქრადია. ეს საკმაოდ გამორჩეული განცხადებაა რუტეს მხრიდან, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთმა მოახერხა დაემტკიცებინა, რომ პუტინის ერთადერთი ტაქტიკა, ჯარისკაცების უკრაინულ პრობლემაზე გადაგდება მანამ სანამ პრობლემა არ გაქრება, იყო მდგრადი, სულ მცირე ამ დროისთვის. ყოველ ჯერზე, როცა რუსეთი ბევრ ჯარისკაცს კარგავდა, რუსები ახალ ხრიკს იღენებდნენ. რუსეთი კვლავ ცდილობს თავისი ხრიკების გამოყენებას და მალე განვიხილავთ, რა ხრიკებია ეს. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ რეკრუტირების ტაქტიკა, რომელიც თითქმის 4 წლის განმავლობაში ასე კარგად მუშაობდა, ეხლა უკვე იწყებს ჩავარდნას. რუსეთის თვიური დანაკარგები ახლა აღემატება საბჭოთა კავშირის ავღანეთის ომის მთლიან დანაკარგებს. იმ ომში საბჭოთა კავშირმა დაახლოებით 15,000 ჯარისკაცი დაკარგა, ცოტა მეტი ვიდრე 9 წლის განმავლობაში. ეს არის 1666 ჯარისკაცი წელიწადში. ანუ 138 თვეში. თუ მარკ რუტეს შეფასება 20,000 რუსი ჯარისკაცის დაღუპვაზე თვეში სწორია, რუსეთი უკრაინაში ყოველ თვეში 5,000-ით მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ავღანეთის ომში 9 წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინი საკუთარი ხალხის მასობრივი მკვლელია.
და ყველაზე უცნაური ისაა, რომ მარკ რუტეს მონაცემები შესაძლოა ნაკლებად იყოს შეფასებული. 8 იანვარს, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადეს, რომ მარკ რუტეს თვიური დანაკარგების შეფასება შესაძლოა რამდენიმე 1000-ით იყოს აცდენილი. ზელენსკის თქმით, ოქტომბრის შემდეგ რუსი დაღუპულები თვეში 25000 აჭარბებს, იუწყება ალ-ჯაზირა. ზელენსკის თქმით, დეკემბერში 35000 ოკუპანტი ლიკვიდირდა. ეს რიცხვები რუსეთის შეფასებებს აღემატება და ტენდენციას ჩანს. ზელენსკის თქმით, 2025 წლის ბოლოს რუსეთის დაღუპულთა რიცხვი თვეში 4-დან 5,500-მდე ჯარისკაცით იზრდებოდა. ეს ტენდენცია პუტინის 2026 წლის გეგმებისთვის ცუდია. სირსკიმ დაადასტურა, რომ ზელენსკის მიერ გაზიარებული რიცხვები მეტწილად ზუსტია. 8 იანვარს ალ-ჯაზირამ გავრცელა, რომ უკრაინის მთავარსარდალმა თქვა, მტერმა დეკემბერში 33000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ეს მაჩვენებელი მოიცავს მხოლოდ ვიდეოთი დადასტურებულ შემთხვევებს. რეალური დანაკარგები უფრო დიდია. სირსკიმ შემდეგ კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაცია გააზიარა და დაამატა. ეს იყო პირველი თვე, როდესაც უკრაინის თავდაცვის ძალების უპილოტო სისტემების დანაყოფებმა გაანეიტრალეს დაახლოებით იმდენივე ოკუპანტი ჯარისკაცი, რამდენიც რუსეთმა ერთ თვეში გაიწვია. განცხადება მიანიშნებს, რომ რუსეთი საკმარის მობილიზაციას ვერ ახერხებს და უკრაინის დრონები ყველაზე დიდ ზიანს ატენებენ რუსულ არმიას 2026 წლის მოახლოებისას. უყურეთ ბოლომდე, აქ მეტი ხდება ვიდეო მინიშნებები, თუმცა ახლა შეიძლება რაღაც გააღიზიანებთ. უკრაინა ამტკიცებს, რომ თვეში 20-დან 35000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლა, თუმცა მხოლოდ მტკიცება საკმარისი არაა. შეგიძლია ამტკიცო, რომ სოფლიოს მეფე ხარ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ ამის დასამტკიცებლად გვირგვინი, სკიპტრა, მანტია და შესაბამისი ატრიბუტები არ გაქვს. მტკიცებულება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ციფრები და უკრაინას ეს სჭირდება ამტკიცების დასადასტურებლად. უკრაინას ეს მტკიცებულება აქვს და ის უკრაინის სამხედროებისთვის ხელმისაწვდომ პლატფორმაზეა. ამ პლატფორმას დელტა სისტემა ქვია და ის Discord-ის სერვერს წააგავს და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვისაა ხელმისაწვდომი. დელტა სისტემით უკრაინელი ჯარისკაცები საბრძოლო რუკებს უყურებენ და რაც მთავარია, რეალურ დროში ხედავენ დრონების ვიდეოებს, რომლებსაც უკრაინა რუსეთის ჯარების დასათმელად იყენებს. 2021 წელს შექმნილი სისტემა უკრაინას საკუთარ ტერიტორიაზე სიტუაციური ცნობიერების უნიკალურ ფორმას აძლევს, რომელიც რუსეთს არ აქვს და ყველგან ხელმისაწვდომია. Cray Dynamics-ის თქმით, დელტა სისტემა სპეციალურ პარამეტრებს არ საჭიროებს და მზადაა ლეპტოპებზე, ტაბლეტებზე ან მობილურებზე გამოსაყენებლად. მისი მოსახერხებელი დიზაინი აჩვენებს დრონებიდან, სატელიტებიდან, ადამიანური დაზვერვის წყაროებიდან და სენსორებიდან შეგროვებულ გამოსახულებებს. ინტერაქტიული რუკის მეშვეობით დელტა უკრაინისთვის იდეალური წყაროა, როდესაც მას სურს დაადასტუროს რუსეთის დანაკარგების რაოდენობა. დელტაზე შესვლა რიგით ადამიანს არ შეუძლია, მაგრამ უკრაინის დრონების კადრები იქ ინახება და ნებისმიერ უკრაინელ ჯარისკაცს შეუძლია მათი ნახვა. თუ ამ ჯარისკაცებს ამის ნახვა მოუნდებათ, ისინი აღმოაჩენენ, რომ არსებობს ერთი უზარმაზარი ფაქტორი, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინას საშუალება მისცა ამდენი რუსი ჯარისკაცი დაეხოცა. ეს ფაქტორი წლები არსებობს, მაგრამ უკრაინამ მისი გამოყენება ახალ დონეზე აიყვანა. რა თქმა უნდა, საუბარია დრონებზე. და რასაც ახლა ვხედავთ არის ის, რომ მხოლოდ უკრაინის დრონები უფრო მეტ ჯარისკაცს კლავენ, ვიდრე პუტინს შეუძლია რუსულ არმიაში მიიყვანოს. დეკემბერში სირსკის მიერ გაზიარებული მონაცემები რეკრუტირებაში გარდამტეხი იყო რუსეთისთვის უკრაინის დრონებისგან. Euromaidan Press-მა საინტერესო სტატისტიკა გააზიარა 6 იანვრის სტატიაში, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანი გახდა უკრაინის დრონები ყველაფერში, რასაც ახლა აკეთებენ. დეკემბერში უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფებმა 329000 მისია შეასრულეს. ეს წარმოუდგენელი რიცხვია, რაც დღეში დაახლოებით 10935 მისიას უდრის. დრონების ოპერაციების მკვეთრმა ზრდამ აშკარად გამოიღო შედეგი. სირსკის თქმით, Euromais თქმით, ან პრესის მიხედვით, დეკემბერში უკრაინამ დრონებით დარტყმული სამიზნეების რაოდენობა 31%-ით, ხოლო დაზიანებული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 25%-ზე მეტით გაზარდა. თუმცა ეს წარმოუდგენელი რიცხვებიც კი არ არის ამ ამბის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები სამხედრო პერსონალის მხოლოდ 2.2%-ია. იმისათვის, რომ ეს პროცენტი უკეთ წარმოიდგინოთ, Global Firepower-ის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალებში 900,000 მოქმედი პერსონალი. 900,000-ის 2.2% არის 19800 ადამიანი. გაიხსენეთ რუტეს, ზელენსკის და სირსკის გაზიარებული მონაცემები. უკრაინის დრონების ოპერატორები თვეში კლავენ უფრო მეტ რუს ჯარისკაცს, ვიდრე თვითონ ოპერატორია უკრაინაში. თუ სამხედროებს ეფექტურობა სურთ, უკრაინა ნათლად აჩვენებს, თუ საიდან მოდის ეს ეფექტურობა. პტურობა. უკრაინა დრონების მხრივ შესუსტებას არ აპირებს. ის აწარმოებს უფრო მეტ და უკეთეს დრონებს, რითაც ოპერატორებს მეტი დანაკარგის მიყენების საშუალება აქვთ რუსულ ძალებზე. უკრაინა წელიწადში დაახლოებით 4 მილიონ დრონს აწარმოებს. წევს კიევ პოსტი 12 ნოემბერს.
ყველა ეს დრონი რუსი ჯარისკაცების მოსაკლავად არ გამოიყენება. ყოველ შემთხვევაში პირდაპირ არა. უკრაინა ასევე აწარმოებს სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც მის ჯარისკაცებს, როგორც დრონის მართვის პულტთან, ასევე ადგილზე, საშუალებას აძლევს რეაგირება მოახდინონ რუსეთის გადაადგილებებს. აქაც დელტას სისტემა საქმეში ერთვება. უკრაინა ასევე აწარმოებს ათასობით შორ მანძილზე მოქმედ დრონს, რომლებსაც იყენებს რუსეთის საომარი მანქანის შიგნიდან ნელ-ნელა დაასასუსტებლად, რუსეთის ენერგეტიკაზე, ლოგისტიკასა და აღჭურვილობაზე დათმობით. შესაძლოა არაპირდაპირი განადგურებები, მაგრამ რაც უფრო ნაკლებს მისცემს რუსეთი თავის ჯარისკაცებს, მით უფრო გაიზრდება იმის ალბათობა, რომ ისინი უკრაინის ბრძოლის ველის ველზე დაიღუპებიან. წელიწადში წარმოებული 4 მილიონი დრონიდან უმეტესობა FPV ტიპისაა, რომლებიც აფიქსირებენ განადგურებებს, რასაც რუტე, ზელენსკი და სირსკი უსვამენ ხაზს. ეს დრონები მომავალში კიდევ უკეთესი იქნება. Euromaidan Press-მა 14 იანვარს უკრაინის სამხედრო და უსაფრთხოების ლიდერების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამ შეხვედრის დროს მიიღეს გადაწყვეტილება. გაეზარდათ უკრაინის დრონების ხაზის ეფექტიანობა, რომელიც წარმოადგენს დრონებით სასავსე სასიკვდილო ზონას, რომელიც მთელ ფრონტის ხაზზე 10-დან 15 კილომეტრამდე, ანუ 6.2-დან 9.3 მილამდე სიღრმეზე ვრცელდება. უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ტელეგრამზე წევს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაევალა გაამარტივოს და უზრუნველყოს სახსრების განაწილება განადგურების საშუალებებს შორის და მოძებნოს დამატებითი ფინანსები თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონების მასშტაბის ზრდაზე განადგურების სიშორისა და სიზუსტის გამო. დრონებმა უკვე დაამტკიცეს, რომ რუსი ჯარისკაცების ძალიან ეფექტური მკვლელები არიან. ახლა ჩანს, რომ უკრაინამ ზადაა კიდევ მეტი დრონი აწარმოოს, გააუმჯობესოს მათი შესაძლებლობები და ეს ნიშნავს, რომ ის რაც ბოლო თვეებში ვიხილეთ რუსეთის დანაკარგებთან დაკავშირებით, შესაძლოა მხოლოდ დასაწყისი იყოს ბევრად უფრო დიდი პრობლემისა, რომელიც პუტინსა და მის გარემოცვას 2026 წელს და მის შემდეგაც შეაწუხებს, თუ ომი წელს არ დასრულდა. რუსეთს ადრე მსგავსი პრობლემები გადაუჭრია. როგორ? სულ უფრო მეტი რეკრუტირება. და თუ გახსოვთ რა გითხარით ვიდეოში უფრო ადრე რუსეთის სამხედრო რეკრუტირებაზე, ალბათ მიხვდებით რას ვიტყვით შემდეგ. პუტინის დროით გამოცდილი გამოსავალი ახლა ისე აღარ მუშაობს, როგორც მას სჭირდება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მაგრამ სანამ გეტყვით რა მიზეზებია, ვიმედოვნებ, რომ ეს ვიდეო მოგწონთ. თუ ასეა, მადლობელი ვიქნებით, თუ მოიწონებთ, გააზიარებთ, გამოიწერთ არხს და კომენტარს დაგვიტოვოთ. სადაც გვეტყვით რას ფიქრობთ ყველაფერზე, რაც აქამდე გითხარით. ეს ყველაფერი არხს ეხმარება და თქვენი მხარდაჭერა ნიშნავს, რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ სამხედრო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება მსოფლიოს მასშტაბით. რუსეთის რეკრუტირებას დაუბრუნდეთ. პუტინს უკრაინის ომის უმეტესი დროის განმავლობაში მარტივი სტრატეგიით სარგებლობა შეეძლო. კრემლს საკმარისია იპოვოს რუსეთის ყველაზე ღარიბი რეგიონები, მოძებნოს სოციალურად დაუცველი მამაკაცები და შესთავაზოს მათ მეტი ფული, ვიდრე ოდესმე უნახავთ. სწორედ ასე, რუსეთს ხავს კონტრაქტიან ჯარისკაცები, რომლებსაც ის ყოველთვე 10,000-ობით ქირაობს. კრემლი არჩევს რუსებს მომავლის პერსპექტივის გარეშე და რეკლამებს ისეთ ადგილებში ანთავსებს, სადაც ისინი ხშირად არიან, როგორც პოლიტიკომ 2025 წლის მაისში გაავრცელა. პუტინი ახლა უზარმაზარ თანხებსა და სარგებლის პაკეტებს იყენებს, ასევე მამაკაცების მერკევ მამაკაცობასაც, რათა რუსეთის არმიაში ხალხი მიიზიდოს, ნაცვლად უწყისებისა და ცნებებისა. რუსეთმა შექმნა სამხედრო ბაზარი, რომელიც როგორც გერმანიის ოსტევროპის ინსტიტუტის პოლიტოლოგი კატერინა შულმანი არნიშნავს, ორიენტირებული იყო კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფებზე. ეს ზომები მიმართულია სოციალურად დაუცველ, ვალებში მყოფ, ნასამართლეობას მქონე, ფინანსურად გაუნათლებელ მამაკაცებზე და მიკროსესხებში მოხვედრილებს. შულმანი გამოცემა პოლიტიკოს ეუბნება, რომ ესენი არიან გარიყული ადამიანები პერსპექტივის გარეშე. და გარკვეული დროის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ ეხლა რუსეთი იწევს უცნაური მოვლენების შემჩნევას თავისი რეკრუტირების მცდელობებში. ყველაფერი დაიწყო რუსეთის ზოგიერთი ღარიბი რეგიონის მაგალითებით, რომლებიც ომის დიდი ნაწილის განმავლობაში პუტინისთვის ახალი ჯარისკაცების წყარო იყო. ოქტომბერში კიევის პოსტმა გამოაქვეყნა სტატია რუსეთის რეკრუტირების მდგომარეობის შესახებ სახას რესპუბლიკაში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც იაკუტია. იქ რეკრუტირების ცენტრები გეგმებს დაახლოებით 40%-ით ვერ ასრულებენ. პუტინის აბსურდულმა კვოტებმა სავარაუდოდ გარკვეული როლი ითამაშა. თუმცა უკმაყოფილება ადგილობრივ იაკუტებს, ევენებსა და ევენკებს შორის, საიდანაც რუსეთი რესურსს მანამდე არაერთხელ ირებდა, ფართოდ იყო გავრცელებული. ამ ეთნიკურ უმცირესობებს არ სურთ პუტინის ომში სიკვდილი და რუსეთს უჭირს ფინანსური სტიმულების შეთავაზება, რაც სჭირდება იმისთვის, რომ დაარწმუნოს ის ადამიანები, რომლებსაც აქამდე იბირებდა, შეუერთდნენ მას. თითქოს ისე ჩანს, რომ შენი ჯარისკაცების საზარბაზნე ხორცად გამოყენება საუკეთესო მიდგომა არ არის. ეს მიდგომა პუტინს საოცრად ცუდად უბრუნდება, ასე რომ განაგრძეთ ხურება, რათა გაიგოთ როგორ. ფინანსური თვალსაზრისით პუტინის მთელი სტრატეგია, რომ გამოიყენოს რუსეთის მასიური დანაკარგები უკრაინის დასამარცხებლად, დიდად ეყრდნობა საკმაოდ დიდ რეკრუტირების ბიუჯეტს. Intelli News-ის ინფორმაციით, მხოლოდ 2025 წლის პირველ ნახევარში რუსეთის სამხედრო რეკრუტირების ბონუსები კრემლს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი დაუჯდა. და ეს თავისთავად მნიშვნელოვანია. ეს ის თანხა, რომელიც რუსეთმა მხოლოდ ბონუსებზე დახარჯა.
Intel News-ის მიხედვით 2025 წლის ბოლოსთვის რუსეთს ბონუსებზე სავარაუდოდ 10 მილიარდი დოლარი ექნება დახარჯული, რაშიც არ შედის ხელფასები, წორთნა და აღჭურვა. ასევე არაა გათვალისწინებული რუსეთის სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს ხარჯები მდგრადი არ არის და ბზარები უკვე ჩანს. ოქტომბერში ჯეიმსთაუნის ფონდი უცხებოდა, რომ რუსეთის ბევრ ფედერალურ სუბიექტში ახალწეულების ბონუსებს ჩუმად ამცირებენ. ისეთ ფედერალურ სუბიექტები, როგორიცაა საკას რესპუბლიკა, რომელიც ადრე ვახსენეთ, როგორც ჩანს მივიდნენ ამ გიჟურ იდეამდე, რომ საკუთარი ფულის აუცილებელ სერვისებზე დახარჯვა, როგორიცაა სკოლები და საავადმყოფოები, ალბათ უფრო სწორია, ვიდრე იმ ადამიანებისთვის მიცემა, ვინც უბრალოდ უკრაინაში გასაგზავნად და დასაღუპად ემზადება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის რეკრუტირების ბიუჯეტი იწურება. ახლა კი კრემლი უფრო და უფრო სასოწარკვეთილი ხდება. მან დაიწყო ფარული ტაქტიკის გამოყენება, რათა მეტი უცხოელი ჯარისკაცი მოიზიდოს, რადგან ცდილობს შეავსოს ის დანაკლისი, რომელიც ზოგიერთმა რეგიონმა ვერ შეავსო რეკრუტირების კვოტების შეუსრულებლობის გამო. სოციალური მედიის კამპანიები იყენებენ უკრაინის ომის ფრონტის ხაზისგან შორს მარტივი სამუშაოს დაპირებებს, რათა სხვა ქვეყნებიდან ადამიანები პუტინის ომში ჩასაწერად დაინტერესონ. დაპირებული არასაბრძოლო პოზიციები ბოლოს უცხოელი რეკრუტების ხორცაკებში გაგზავნით მთავრდება. ABC News-ის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 128 ქვეყნიდან მინიმუმ 18,000 უცხოელი ჯარისკაცი მიიზიდა. 3,388 ჯარისკაცი დაიღუპა ომში, სადაც უმეტესობას უთხრეს, რომ ბრძოლა არ მოუწევდათ, 7 დეკემბრის მდგომარეობით. The Guardian-მა 13 იანვარს გააშუქა იემენელი მამაკაცების შემთხვევა, რომლებიც პუტინის ტყუილს წამოეგნენ და ასევე ის თუ რა გავლენა იქონია მათზე უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე აღმოჩენამ. გამოცემა ავრცელებს ერთი ანონიმური იემენელი ჯარისკაცის ციტატას, რომელმაც საკუთარი თავი გადაიღო და ამბობს: ფრეში 1000 ჯერ კვდებით რუსების შიშით, გადაარჩინეთ თქვენი იემენელი ძმები, გვაიჯულებენ ბრძოლას, მეგობრები მკვდრები არიან, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ვართ. გარდა იმისა, რომ ეს პუტინის მიერ შექმნილ ომზე სასტიკი კომენტარია, ეს განცხადება ასევე გაფრთხილება. რუსეთი პუტინის ომში უცხოელ ჯარისკაცებს მოტყუებით რთავს. ასეთი ინფორმაციის გავრცელებით რუსეთს ნაკლებად შეეძლება სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე დაყრდნობა შიდა რეკრუტირების პრობლემების გამო. ამ ყველაფრიდან ახლა ვხედავთ, რომ რუსეთის სამხედრო ძალა ადამიანური რესურსის კრიზისის ზღვარზეა. და ეს კრიზისი იწვევს იმ მტკივნეულ დარტყმას პუტინის მიმართ, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვახსენეთ. რუსეთის საზარბაზნე ხორცის ტაქტიკა არამდრადი არა მხოლოდ ჯარისკაცების უკრაინის დრონებით დაუპვისა და პუტინისთვის ბრძოლის სურვილის ნაკლებობის გამო, არამედ იმითაც, რომ ხელისუფლებას ახალი მებრძოლების მოძიება უწევს. უკრაინაში რუსი ოფიცრები ეწინააღმდეგებიან რუსეთის საზარბაზნე ხორცის ტაქტიკას, რასაც კრემლი ვერასდროს წარმოიდგენდა. The Daily Express იუწყება, რომ უკრაინის დონეცკის რეგიონში მყოფი სამხედროები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ბრძოლის ქვეშ მყოფ ქალაქ პოკროვსკზე შეტევისთვის არიან განკუთვნილნი, სულ უფრო ხშირად ითხოვენ, რომ სხვაგან გადაიყვანონ. პროუკრაინული პარტიზანული ჯგუფი არტეში აცხადებს, რომ ოფიცრები უფროსებს თხოვენ ზურგში გადაიყვანონ, რადგან არ უნდათ პოკროვსკში დაიღუპონ. არტეში აცხადებს, რომ ხელმძღვანელობა ოფიცრებს დისციპლინური სასჯელებით, დაქვეითებით და კარიერის დაბლოკვით ემუქრება. ასევე მკაცრად ჯის თუ მათი დაქვემდებარებულები პოზიციებს ჩააბარებენ. მათ აიძულებენ წარადგინონ არარსებული სტაბილურობის ანგარიშები და მოაწერონ ხელი დოკუმენტებს, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება. რუსი ჯარისკაცები ძლიერ შიშობენ, რაც პუტინის უკრაინის დაპყრობის გეგმებისთვის ისეთივე საფრთხეა, როგორც გაწევის პრობლემები. და მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. იმდენად შეშინებულები არიან რუსეთის ბევრი ოფიცერი და ზოგიერთიც კი მეთაური, რომ საკუთარ თავს ისეთ რამეს უკეთებენ, რაც პირდაპირ უწყობს ხელს რუსეთში სიკვდილიანობის მასშტაბურ მაჩვენებელს, რაც პირველ რიგში ადამიანური რესურსის პრობლემებს იწვევს. ეს ოფიცრები და მეთაურები ბევრს სვამენ. 24 დეკემბერს Media United 44-მა გავრცელა ინფორმაცია იმაზე, რასაც არტეში რუსეთის ალკო ბატალიონს უწოდებს. არტეშის აგენტი, რომელიც რუსეთის 74 მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის მე-4 ბატალიონშია ჩანერგილი, ამბობს, რომ ასეულის მეთაურები წინა ხაზზე ყოფნისას ძლიერად სვამენ, იმდენად რომ ბრძანებებს რიგით ჯარისკაცებს გადასცემენ. ისინი იმდენად არიან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რომ სრულიად მოწყვეტილნი არიან იმ რეალობას, რაც ადგილზე ხდება. თანამედროვე ომში ასეთი უნიკალური მიდგომის შედეგი სწორედ ის არის, რასაც ელოდებით. არტეშის აგენტის თქმით, ალკო ბატალიონში დანაკარგები თვეში 100-მდე მოკულსა და დაჭრილს აღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა დანაყოფების მაჩვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ მეთაურების სევდას ალკოჰოლში ახშობენ და ოფიცრები გადაყვანას ითხოვენ, კრემლი შეტევებს მაინც აგრძელებს. რუსი ჯარისკაცები შიშით კარბიან უკრაინის თავდაცვით ხაზებისკენ. მათი უმეტესობა ახლოსაც ვერ მიდის, რადგან ათასობით მათგანს დრონები ანადგურებენ. 2026 წელს შესვლისას რუსეთი აცნობიერებს, რომ ადამიანური რესურსი შეუზღუდავი არ არის, არც ფული აუსასრულო. პუტინის მიერ შექმნილი კრიზისი მას უკვე დაატყდა თავს და აქედან რუსეთს უკან დასახევი გზა აღარ აქვს. რუსეთს მხოლოდ ესკალაცია დარჩა. დასასრულის პერსპექტივის გარეშე. ესეც არ იმუშავებს, რადგან სტრატეგიაზე კიდევ უფრო მეტად დაბრუნობა, რომელიც აშკარად არ მუშაობს, არ არის გამოსავალი. რუსეთის ადამიანური რესურსის კრიზისისთვის. პუტინის ფინალური თამაში დაიწყო. მოიმარაგეთ პოპკორნი და უყურეთ ჩვენს ვიდეოს, სადაც ჩვენ ვაფიქსირებთ რუსეთის კოლაფს, რომელიც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს უკრაინაში.
თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ The Military Show, რომ მიიღოთ მეტი ინფორმაცია იმ გავლენაზე, რასაც პუტინის გამოფიტვის სტრატეგია ახდენს დასუსტებულ რუსულ არმიაზე. მადლობა ყურებისთვის.